Საავშტობის მოგესალმებით ყველას. გილოცავთ პირველ რიგში წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას, წმინდა დიდმოწამე მერკვირის ხსენებას. ყველა ეკატერინეს გილოცავთ, ისეთი გავრცელებული სახელი არის საქართველოში და შეგეწიოთ ყველას მისი ლოცვა და მეოხება ღვთის წინაშე. და მისებრი ცოცხალი და მტკიცე სარწმუნოება მოგმადლოთ თქვენს და ყველა მისდამი მოიმედე და მსასუებელ ადამიანს. დღევანდელ დღეს დღევანდელი სახარების საკითხავიდან გამომდინარე მინდა ვისაუბროთ ერთ მთავარ სულიერ კანონზე და მინდა ვისაუბროთ ზოგადად ცოდვაზე. ცოდვის შესახებ სწავლებას მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქვია ამარტიოლოგია. ანუ ამარტონ არის ცოდვა და ლოგოს სიტყვა, ანუ სწავლება. ამარტიოლოგია სწავლება ცოდვის შესახებ. დღევანდელი წაკითხული სახარება, ვინც მოისმინეთ ტაძარში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამას არ ისე იგი დიდად არ განვავრცობ. გახსოვთ, რომ ერთი მოხრილი ქალბატონი იყო, ძალიან ისე ვიტყვი ახლა ჩვენთვის გასაგებად, აი კუზი რო აქვთ ხოლმე, კუზიანი ადამიანი იყო, დრეკილი და მაცხოვარმა განკურნა ის. და ის მრავალი წელი ასე იყო და ასეთ სიტყვებს იძახის, რომ ამდენი წელიაო ეშმაკს აყავ შეკრულიო და არ იყო განაღირსიო, რომ განთავისუფლებულიყო იგივე ამ ვნებულებისაგან. ანუ შეკრული ადამიანი და სხვადასხვა რამ განმარტება შეიძლება იყოს ფიზიკური შეკრულობა ადამიანისა და ყველაზე მთავარი ისთვისაც სახარება არსებობს, ეს არის სულიერი ცხოვრება ადამიანისა და სულიერი შეკრულობა. ანუ ცოდვა როგორც ადამიანის შეკვრის მიზეზი. აი ამაზე მინდა მოკლედ დღეს ვისაუბროთ ჩვენ ყველა. და დავიწყებ ცოტა შორიდან. გახსოვთ, მაცხოვარმა ისე იგი განკურნება აღასრულა შაბათ დღეს. და ებრაული კანონით აღარ დავყვები ამას, აკრძალული იყო შაბათ დღეს კურნების აღსრულება. არც აღსრულება შეიძლებოდა და არც ვინმე განკურნებულიყო შეიძლება. და აი აქედან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ აი რა არის ქრისტიანობა და რა არის სახარებისეული სწავლება. ქრისტეს სწავლება რა არის? ნახეთ როგორ არის ქრისტემ მოგვიტანა ჭეშმარიტება. ამარტიოლოგია, ანუ ამარტონ, ესე რომ ვთქვათ, ანუ ცოდვა, ესე ნიშნავს, ანუ ცოდვა ნიშნავს ბერძნული სიტყვა ეს და ნიშნავს ასე მიზანში აცელას. ანუ ჩვენ ყველანი მიზნისდანა ვართ აცელილები. ჩვენი მიზანი არის რაღაც, ეს არის ჩვენი მიზანი არის სასუფეველი. ადამი და ევა სასუფეველში, ანუ ღმერთის შემეცნებისკენ უნდა წასულიყვნენ, მაგრამ დაცების მერე სხვა მიმართულებით გადაუხვიეს და დაუჯერეს ბოროტს, ესე რომ ვთქვათ, და დაადგნენ სხვა მიმართულებით სიარულს. და აი ამარტია ნიშნავს ამას ზუსტად მიზანში აცელას, მას მერე კაცობრიობა მიზანს არის აცელი. მას მერე მოდის, ესე რომ ვთქვათ, სწავლება მთელი ბიბლია, ანუ მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ადამიანი ისევ დაბრუნდეს იმ გზაზე, რისგანაც გადაუხვია. ანუ ადამიანი, რომელიც გადაუხვევს მაგისტრალურ გზას, ადამიანმა, რომელმაც გადაუხვია გზას ცხონებისა, დაადგა სხვა გზას და ეს არის ცოდვა ზუსტად, მიზანში აცელა, სხვა მიზნები დაისახა ადამიანმა და ეკლესიური სწავლება ამიტომ დაარქვა ამარტია, რომ მიზანში ვართ აცელილები და უნდა დაუბრუნდეთ მოკლედ საბოლოო ჯამში სწორ გზას. მაგრამ ნახეთ, ყველაზე მთავარიც არის, რომ როდესაც ქრისტე მოვიდა და ამ მიზანში დასაბრუნებლად მოვიდა, ზუსტად რომ ჩვენ მიზნისთვის დავებრუნებინეთ, მოკლედ მას რა აღარ უთხრეს. ანუ მოდი ესე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც სიმართლეს ამბობს, ადამიანი, რომელიც საბოლოო ჯამში სიმართლეს გვეუბნება საკუთარ თავში, ოდესღაც რჩება აუცილებლად მარტო. ქრისტეც მიტოვებული იყო, თუ გახსოვთ, მისმა ერთგულმა მოწაფეებმაც კი მიატოვეს ჯვარცმის წინ. და ანუ გახსოვდეთ,
ადამიანი, რომელიც სიმართლეს ამბობს, გარკვეულწილად უმეტეს შემთხვევაში რჩება მარტო საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ამ სიმართლის მოსმენა ადამიანებს არ უნდათ. მაცხოვარიც ესე ამ სიმართლეს საუბრობს, სიმართლეს ეუბნება კაცობრიობას, რომ მიზანთან დაახლოს და ისე მიზნისკენ წაიყვანოს, მაგრამ კაცობრიობა მოიძულებს სიმართლეს. გახსოვთ, წმინდა წერილში არის, რომ თვისთა თანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს. ანუ ჩვენთან მოვიდა. ისე იგი უფალი მოვიდა ჩვენთან და თავისთავად ამ მიზნისკენ დასაბრუნებლად, ჩვენ შესაცვლელად, ჩვენ შინაგანი ცვლილებისთვის და კაცობრიობა მის არ მიიღო. თვისთა თანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს. ანუ ადამიანი, რომელიც ესე რომ ვთქვათ, რაღაცა სიმართლეს გვეუბნება, შემდეგ ის ჩანს, გახსოვთ, რას უწოდებენ მაცხოვარს, რომ ის არის მკაცრი, რომ ის არის დაუნდობელი, რომ ის არის მოღალატე, ერის მოღალატეა, გახსოვთ, რომ ესო ისე აკეთებსო, რომ რომაელები მოვლენ და დაგვიპყრობენო ჩვენო და ესო მოღალატე არისო, იმიტომ რომ აგერ შაბათს არღვევსო, მოსეს ჯულს არიცავსო და ასე შემდეგ. ეშმაკეულიც კი უწოდეს, წარმოიდგინეთ, კაცობრიობა მაცხოვარს ეშმაკეულიც კი უწოდა, ეშმაკეულია და ცბიისო, ასე უწოდეს. ანუ მართალ ადამიანს, ანუ სიმართლეს ვინც ამბობს და თავისთავად მოწამეებსაც მას მერე მოციქულებიც, მოწამეებიც, ანუ მართლა ვისაც ქრისტეს ჭეშმარიტება მოქონდა, ის ადამიანები ყოველთვის დევნილები იყვნენ და ყოველთვის მარტო რჩებოდნენ. გახსოვთ, მაცხოვარი ძახის, თუ კი მე მდევნეს, თქვენცა გდევნიან, თუ კი ჩემს სიტყვებს დაიმარხავენ, თქვენსაც დაიმარხავენ. და ამიტომ ანუ მართლის თქმელი ადამიანი, ქრისტე როგორც მართლის თქმელი ადამიანი საზოგადოებისთვის იყო მიუღებელი და რით არ ამკობდნენ მოკლედ საბოლოო ჯამში მას. რისთვის? იმიტომ რომ ქრისტეს უნდოდა დავებრუნებინეთ ისევ იმ მიზნისაკენ, მოკლედ რაც ადამიანმა, რასაც მოკლედ თავისთავად გადაუხვია. და ჩვენ გავხდით როგორი ადამიანები, რომ ჩვენ გვირჩევნია ტკბილი ტყუილი, ანუ ადამიანს ურჩევნია ტკბილი იყოს ტყუილი, ვიდრე მოკლედ მწარე სიმართლე. აი ქრისტიანობა კი ეს არის ზუსტად, რომ ადამიანი, ესე რომ ვთქვათ, სიმართლე, სიტყვები, რომელიც ადამიანს ანუ სიამოვნებს და ადვილად იღებს, ხო? როგორ გითხრათ, იცი, აი ეს არის როგორც აი ეგოს ეფერება. აი ჩვენ ხო ეგოისტები ვართ, ჩვენ ამპარტავნები ვართ და ვერ ვიტანთ ამ ეგოიზმსა და ამპარტავნებას ვინმე რო ეხება. ანუ ჩვენ გვაქვს გარკვეული წესრიგი შექმნილი, ჩვენი პირადი წესრიგი გვაქვს, ჩვენი პირადი სიმართლე გვაქვს, ჩვენი რაღაცა გარკვეული კომფორტი გვაქვს მოწყობილი და აი ამ კომფორტისა და იმას ვინ შეეხება, ის არის მოკლედ ჩვენთვის მტერი, ის არის ეშმაკეული, ის არის მოღალატე, ის არის უვიცი და ყველაფერი რაც კი შეიძლება იყოს, რასაც სახარებაში მაცხოვარსაც ეუბნებოდნენ, ანუ მაცხოვარს ამკობდნენ ამ ეპითეტებით. ქრისტეს და ახლა რა ის არის, რომ ადამიანი, ვინც თქვათ, ერის ჩვეულებრივ ადამიანს მით უმეტეს შეამკობენ. ანუ ადამიანს შეეხები თუ არა სიმართლით, ანუ ამპარტავან ადამიანს, მოკლედ მას ეს არ სურს. და აი ეს ლამაზი სიტყვები, რომლითაც ელაპარაკები ლამაზ მოფერებითი სიტყვები, რასაც ვიძახით, ტკბილი, ესე რომ ვთქვათ, ტკბილი ტყუილი ადამიანს ურჩევნია, რატომ? იმიტომ რომ მის ეგოს, ესე რომ ვთქვათ, ეგოს ეფერება და ემოციურ კომფორტს აძლევს. ნახეთ, ტკბილად რო ელაპარაკები ადამიანს, თბილად, ხშირად არის ხოლმე ტაძარში რომ მოვლენ ხოლმე ადამიანები, აი სამოდელოებისგანაც ამას ითხოვენ ხოლმე, რომ აი თბილ დალაპარაკებას არ გულისხმობენ იმას, რომ ნახეთ, რას გულისხმობენ, ადამიანი ხშირად არ უნდა სიმართლის მოსმენა. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია, როგორ ეტყვი ამას ადამიანს სიმართლეს. თბილად უნდა უთხრა, უნდა შეაგონო ადამიანს, რა თქმა უნდა, პავლე მოციქული იძახის ამას, ხო, შერისხე კიდეცო, ამასაც გვეუბნება მას, ხო, ისე იგი პავლე მოციქული, ხო, განსწავლე, ანუ ადამიანს ისე იგი შეიწყნარე, ასევე შერისხე კიდეცო რა. და ამიტომ ნახეთ როგორ რაღაცა არის, აი ხშირად ჩვენც ვითხოვთ ხოლმე ამას, რომ აი ვინმე დაგველაპარაკოს ესე მშვიდად, რატო ჭირდება ადამიანს, რომ ეს ჩვენს ეგოს ეფერება,
მზად არა ვარ მე რაღაცა შევცვალო და ჩვენს ეგოს ეფერება, ემოციურ კომფორტს უხანგრძლივებს ადამიანს, აი ემოციურად კომფორტულად რომ გაუხანგრძლივდეს ადამიანს ეს ემოციური კომფორტი და ანუ აი ეხსნება შფოთი და ნერვიულობა. ანუ ადამიანი ეხსნება, აი ხშირად ტაძარში ამიტომ მოდის ხოლმე ადამიანი, რომ აი მოეხსნა შფოთი და რაღაცა ეს ნერვიულობა, რომელიც ადამიანს გარკვეულწილად გააჩნია, ხო? ამიტომ მას ურჩევნია ტკბილი სიტყვა უთხრა, მას ურჩევნია ტკბილი ტყუილი უთხრა, ვიდრე უთხრა მოკლედ მწარე სიმართლე. მწარე სიმართლე რის შესახებ? იმის შესახებ კი არა, რომ შენ ესეთი ხარ ან ისეთი ხარ და ეს რატო გააკეთე, ის რატო გააკეთე, არა. მის შინაგან მდგომარეობის შესახებ, რომ თურმე ადამიანი რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს, რაც არ უნდა ესე რომ ვთქვათ, აი წარმატებული იყოს, რაც არ უნდა სოციალურ მაღალ ფენას მიეკუთვნებოდეს, რა ვიცი, რაც არ უნდა დიდად საზოგადოებაში წარჩინებული ადამიანი იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ცოდვა, ანუ მიზანში აცელა, მიზნის გარეთ სიარული ყველა ადამიანის მოკლედ ესე რომ ვთქვათ, ხვედრი არის და ყველა ადამიანი აქეთკენ მიდის, ანუ ცოდვაში ცხოვრობს ადამიანი ზოგადად, ხო? და ამიტომ ადამიანი რომ მოდის ხშირად ურჩევნია, ხო გეუბნებით, ანუ ტკბილი ტყუილი უთხრა, ვიდრე მწარე სიმართლე. ეხლა ნელ-ნელა მივდივარ, ანუ ამ სახარებას მივყვებით, გამომდინარე აქედან, რომ მივიდეთ იქამდე, რაზეც უნდა ვისაუბროთ ცოდვის შესახებ. შესავალს უკეთებ მე ზუსტად ამას, შესავალს უკეთებ, ხო? ამიტომ ქრისტიანი ადამიანი, რომელიც ეკლესიაში მოდის, მზად უნდა იყოს, რომ მისი შინაგანი წესრიგი. ანუ მე აცელილი ვარ მიზანს. ანუ თუ ადამიანი ამით ესე არ მოდის ტაძარში, რომ ის აცელილია მიზანს და ცოდვა ეს არის მიზანში აცელა. მაშინ ადამიანი თავისთავად გამოსწორებაც არ იწყება ადამიანის. და ამაზე ახლა ქვემოთ კიდე მოკლედ კარგად ვისაუბრებთ, ხო? ამიტომ ნახეთ როგორი რაღაცა არის, მნიშვნელოვანი რამ არის, რაზეც უნდა ვისაუბროთ, ხო? რომ ადამიანს ეზიზღება, აი ესე რომ ვთქვათ, აბა დაუკვირდით კარგად, ეზიზღება, როდესაც ირღვევა მისი ილუზიები, მისი წარმოდგენები და მისი ოცნებები და მოლოდინები, რომელიც მას ჰქონდა დამყარებული, რომელიც მას ჰქონდა ეკლესიაში მოსვლისას. ანუ მას ჰქონდა ესეთი რაღაც, ანუ ისე იგი ესე ეგონა, მე მეგონა, მე ესე ვფიქრობდი და გამომდინარე აქედან ადამიანს ეზიზღება ასეთი რამე, აი, როდესაც მისი ილუზიები და წარმოდგენები იმსხვრება. და გამომდინარე აქედან მოკლედ ადამიანი აი ყველაზე დიდი მიჯაჭვულობა, რაც კი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, ეს არის ჩვენს ზუსტად აი ამ ესე რომ ვთქვათ, აი ილუზიებზე მიჯაჭვულობა. აი ადამიანი შეიძლება ხო გინახავთ, აი იყოს მიჯაჭვული ნარკოტიკზე, იყოს მიჯაჭვული სმაზე, იყოს მიჯაჭვული ადამიანებზე, რაღაცა ვნებებზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ იცოდეთ, ამას შეიძლება ადვილად დაანებოს ადამიანმა თავი. აი დღეს გადახედეთ საზოგადოებაში რაც ხდება და მიხვდებით. აი წარმოიდგინეთ, ადრე ხო ითვლებოდა ის, რომ ანუ ყოველთვის იყო ეს პრობლემა, მაგრამ ადრე უფრო ნაკლებად ჩანდა ეს. მაგრამ ნახეთ, აი თითქოს ხო ნარკომანმა ძნელად ანებებს თავს, ისე იგი მსმელი ადამიანი ძნელად ანებებს თავს ამას, ან ადამიანებზე მიჯაჭვულობა. იცოდეთ ერთი რამე. ყველაზე საშინელი მიჯაჭვულობა არის ადამიანი, როდესაც ეჯაჭვება საკუთარ ილუზიებს. ანუ მე ესე ვფიქრობ და მე ანუ ამისგან გამომთავისუფლება ურთულესი რამ არის ადამიანისთვის. აი ვერ დააჯერებ, აი ძალიან ძნელი ადამიანს დააჯერო, რომ ილუზიებში ცხოვრობს. ძალიან ძნელია ადამიანს დააჯერო ის, რომ ცოდვაში ეს რაღაცა ცოდვაა. ძალიან ძნელი ადამიანს დააჯერო ზოგადად, რომ მისი შინაგანი შეიძლება ვნებებით არის მოკლედ სავსე. ანუ ყველაზე საშინელი, ისე იგი აი როგორ გითხრათ, ყველაზე საშინელი მიჯაჭვულობა აქვს ზუსტად აი ამ ილუზიებს და რატომ ნახეთ ეს ილუზიები რა არის? ეს ყველაფერი შენ შიგნით არის. ნარკოტიკი გარეთ არის, ადამიანი გარეთ არის. ალკოჰოლი გარეთ არის, ანუ ყველაფერი მაინც გარეთ არის. მაგრამ ილუზიები, ნახეთ, ილუზიები ეს არის ადამიანის შინაგანში ყოფი რამ. და აი ამისგან განთავისუფლება, აი ამისგან, ისე იგი ადამიანის გამოხსნა თითქმის შეუძლებელი არის.
ამიტომ ადამიანს ურჩევნია დარჩეს ამ თავის ილუზიებში, ანუ დარჩეს ცოდვაში. ანუ მე კონკრეტულ ცოდვებს არ ვახსენებ, გამიგეთ, ის ცოდვა, რომელსაც მე პირობითად აღვასრულებთ, ეს სხვა არის. ეს რა თქმა უნდა უკვე გამოვლინებაა ცოდვისა, მაგრამ მთავარი ცოდვა, რომელიც ადამიანს ზოგადად გააჩნია, ეს არის აცელა, მიზნიდან აცელა არის. ანუ ჩვენ ავცდით გარკვეულ მიზანს, რომლით ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა და ეს გვადენინებს მე, ანუ მე ჩადის ადამიანი გარკვეულწილად ყველანაირ ცოდვას. ისე იგი ეს იქნება ნეფსით, უნებლიეთ, საქმით, სიტყვით, გონებით, გულისმისხლობით, ანუ ეს უკვე შემდეგი რამ არის. ანუ მთავარი ცოდვა ადამიანის ეს არის მიზნიდან აცელა, მიზანს რო აცდა ადამიანი. ამიტომ ისე იგი აი ამ ილუზიებისგან განთავისუფლება, ანუ მთავარი ცოდვისგან განთავისუფლება ყველაზე რთული არის ადამიანში. ყველაზე რთული რამ არის? ანუ მიხვდეს ადამიანი და აღიაროს, რომ მე გადავუხვიე გზას, მე არ მივდივარ სასუფეველის გზაზე. გახსოვთ როგორ არის, როგორ არ მივდივარ, ყველანი ამას იძახის, აი აქედან არის ნაშობი, რომ ყველა ცხონდება, ღმერთის სიყვარულია, ისე იგი როგორ გითხრა, იცი, ცოდვის გამართლება, ანუ აქედან მოდის ეს ყველაფერი. ადამიანს არ უნდა მთავარი აღიაროს, რომ მიზანს აცდა და ამ მიზნის აცელა, როდესაც აცდა მიზანს და ამ მიზნის აცელით მრავალ ცოდვაში გაეხვია ადამიანი, ხვდება რომ აღიარება იმისა, რომ მე მიზანს ავცდი და მთავარ ცოდვაში შევედი და ანუ ყველაზე მთავარი რომ სასუფევლისკენ ვერ მივდივარ, ამ გზას არის ამის აღიარება არ უნდა ადამიანს, ამიტომ მიწყებს ამის გამართლებას. ანუ ყველა ცოდვა უნდა გაამართლოს და შემდეგ უნდა შეფუთოს ეს. ნახეთ, ანუ უკვე სახარების წვალებასაც იწყებს. ესე რომ ვთქვათ, აი მე ვიძახი ხოლმე, რომ ქრისტეს წამებასთან ვაიგივებ ხოლმე, როდესაც ადამიანი, როგორ გითხრათ, იცი, აი ესეთი აი გამოუცდელი, განურჯელი მამების, ანუ აი სული წმინდის მადლის გარეშე, რომელიც შინაგანად უნდა კონდეს ადამიანს, რომელიც სახარებას განმარტავს, წმინდა წერილს, წმინდა მამებზე საუბრობს რაღაცა, ანუ მაინც გინდა თუ არ გინდა ადამიანი ამ კუთხით უმეტეს შემთხვევაში ხშირად იღებს ციტატებს ისეთებს, რომლითაც თავისი მდგომარეობა უნდა გაამართლოს. ანუ ეზიზღება ადამიანს თავმდაბლობა, ეზიზღება მორჩილება, ეზიზღება გულმოწყალება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა მაშინ მოდის, როდესაც მე ვაღიარებ, რომ მიზანს ავცდი, ამად გარეშე ვერ ვაღიარებ. თუ თავმდაბალი არ არის ადამიანი, ამას ვერ აღიარებს. თუ კი ადამიანი მორჩილებისთვის მზად არ არის, ამას ვერ აღიარებს. თუ კი ადამიანი გულმოწყალება არა გულში, ამას ვერ აღიარებს. ანუ ეს სამი რაღაც თუ არ არის ადამიანში, ის ვერ აღიარებს, რომ მიზანს აცდა, ანუ მთავარ ცოდვას ვერ მიხვდება, რომლითაც მე უნდა დაიწყოს მცირე ცოდვების ისე გამოსწორება. ანუ მე მოვედი საავადმყოფოში და ვთქვი, მორჩა, ჩემი ჯანმრთელობა მე თვითონ ვეღარული. ანუ მე ავცდი გზას, მე დავადექი ისეთ გზას, რომელმაც მიმიყვანა აი ჯანმრთელობის გაუარესებამდე. ახლა მოვედი იმაში საავადმყოფოში და ვიძახი, შევცდი, მე არასწორად ვიკვებებოდი, არასწორად ცხოვრობდი, მოკლედ, ჩემი ცხოვრება იყო არასწორი მიმართულებით, მოვედი საავადმყოფოში და მზად ვარ დავადგე სხვა ცხოვრების გზას. გახსოვთ ექიმი რას გეუბნება, ხო? მზად ხარ იმისთვის, რომ ვიმკურნალოთ. აი ხშირად ექიმები იძახიან ხოლმე, რომ ადამიანს დაავადება ჭირს რაღაცა, ხო? ცოდვა ხო დაავადებაა თავისთავად და ანუ ექიმები ეუბნებიან ხოლმე, აგერ შენ ხარ, აგერ მე, ექიმი ეუბნება, აგერ არის დაავადება. შენ ვისკენ ხარ? თუ დაავადებისკენ იქნები, მაშინ ორი ერთზე დავამარცხებთ. მაგრამ თუ შენ იქნები ჩემსკენ, მაშინ ჩვენ ორნი ერთს დავამარცხებთ. ამას გვეუბნება ყველაზე მთავარი უფალი, მკურნალი. ანუ პიროვნებას ეუბნება ასეთ რამეს, რომ თუ შენ აგერ არის ცოდვა, შენი მიზნიდან აცელა, აგერ არის ცოდვა, აგერ ხარ შენ, აგერ ვარ მე. თუ შენ ჩემთან იქნები და ჩემსკენ იქნები, ჩვენ მაშინ ამას შევძლებთ დავამარცხოთ. ანუ ჩვენ შევძლებთ სხვა მიმართულებით წავიდეთ და იმ სხვა მიმართულებით როცა იყავი, ღვთისსაწინააღმდეგო მიმართულებით, რა ცოდვა ჩაიდინე და რა ჯოჯოხეთის დააგროვე ადამიანმა გულში, ამას მე და შენ, ანუ უფალთან ერთად, ყველაზე მთავარი ადამიანს თვითონ ეს არ შეუძლია. უფალი გეუბნება, შენთან ერთად ჩვენ შევძლებთ იმას, რომ მოკლედ დავძლიოთ ეს. ანუ ყველაზე მთავარი, რაც არის ყველაზე უმნიშვნელოვანესი,
ეს არის ზუსტად რომ ისე იგი ცოდვასთან, ანუ ცოდვის შესახებ სწავლება არის თავარი და მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ მიზანსაცელილები. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი და ანუ რატომ არ უყვარს ადამიანს ეს? ნახე, როცა ვინმე მერე ჩვენ ცოდვაზე გვითითებს, არ გვიყვარს და რატო არ გვიყვარს? იმიტომ რომ ჩვენ სარკეში გვახედებს. ქრისტემ ჩვენ ყველა ჩაგვახედა სარკეში. და ეს სარკეში რო ჩაგვახედა, ანუ სიმართლის სარკეში ჩაგვახედა. ანუ ყველას დაგვანახა საკუთარი თავი, მაგრამ როგორ დაგვანახა? საკუთარი თავის შუქზე. იმიტომ რომ ქრისტე არის ჩვენი, როგორ არის, ისე იგი ქრისტე არის ჩვენ ვართ უпростоრედ ხატნი პირმშო ხატისა. ანუ ნახეთ, ქრისტე არის ხატება ღვთისა და ჩვენ ვართ ქრისტეს ხატებები. ჩვენ ყველაზე ქრისტე არის ჩვენი, როგორ გითხრათ, იცით, ყველაზე მაღალი მიზანი, რასაც ჩვენ უნდა მივახციოთ. ქრისტე ჩვენ ვართ, ანუ როგორ გითხრათ, პიროვნულად კი არა. ანუ ჩვენი მიზანია. აი ეგ არის ჩვენი მიზანი. ჩვენ ალცდით მიზანს, სხვანაირი ადამიანები ვართ. ჩვენ 60-ში ადამიანი როცა იყო, ბოროტს დაემორჩილა და მას დაემსგავსა, მის გზით წავიდა. მაგრამ ქრისტე მოვიდა და ჩვენი ნამდვილი სახე დაგვანახა. ანუ სახე როგორები უნდა ვიყოთ სინამდვილეში. და გაგვიყოლა, წავიდა გოლგოთის გზაზე, წავიდა გზაზე, სადაც გვეუბნება გამომყევით, ეს არის ცხონების გზა, მაგრამ ადამიანს ეს არ უნდა. აი ქრისტეს მოსვლით ეს იყო ზუსტად რომ ჩვენ სარკეში ჩავიხედეთ, სარკეში ჩაგვახედა ქრისტემ და ძალიან დიდი საშინელებები დავინახეთ მოკლედ და ამიტომ კაცობრიობა მოიძულა ქრისტე, ესე რომ ვთქვათ, საბოლოო ჯამში მოიძულა ქრისტე და არ უნდოდა მასთან გარკვეულწილად, ისე იგი არ ინდომა და მოკლა. წარმოიდგინეთ, ჩვენ ქრისტე მოვკალით, იმიტომ კაცობრიობა მოკლა, იმიტომ რომ არ გვინდა ეგეთები რო ვიყოთ. მხოლოდ მცირე ადამიანებმა მოინდომეს ზუსტად აი ამ გზაზე სიარული. ესენი იყვნენ რა თქმა უნდა მოწაფეები და ეს არის ეკლესია. ანუ ეკლესია არის ამ მიმართულებით მავალი ნავი გემი, სადაც ქრისტიანი ადამიანები ან სხდებიან, ან არა. თუ ჩვენ ნამნავში ვჯდებით, მაშინ ჩვენ მივდივართ ამ მიმართულებით, სასუფეველის მიმართულებით, მაგრამ იმ ნავში არის გარკვეული წესრიგი. რა წესრიგია? ეს არის ქრისტეს მცნებები. ანუ წარმოიდგინეთ, აი ნავის თავში როგორც ნავის მმართველი მაცხოვარი დგას და იძახის. პირობითად ყველაზე ძნელს გეტყვით. დიდი ტალღა მოდის ახლა და გეუნებით მცნება მტერი უნდა შეიყვარო. ვინც მტერს არ შევიყვარებ, ტალღა ჩააგდებს დაბლა. ანუ მცნებები ეს არის ბრძანებები პირობითად ჩვენ რომ ამ ნავზე შევნარჩუნდეთ, ჩვენ რომ ცხონდეთ. და ანუ როდესაც მაცხოვარი თითქოს გვეუბნება, აბა დიდი ტალღა მოდის ახლა და ვისაც არა გაქვთ ტრის სიყვარული, ვისაც არ გესმით ისო სხვას არ გაუკეთოთ ის, რაც თქვენ არ გინდა დაგიკეთონ, მაშინ ეს ტალღა გადაივლის ამ ნავზე და ყველა ვისაც ეს მცნება პირობითად ვერ ასრულებს და არ აქვს, ეს ტალღა გადაიტანს იქით. ანუ ჩვენ ნავიდან ვარდებით, ჩვენ რო ვცოდავთ, ამ ნავიდან ვარდებით. ყველაზე მთავარი ეს არის, რომ ამ ნავს ვაკლდებით. ჩვენ ისევ ცოდვაში ვარდებით, ანუ სხვა მიმართულებით მივდივართ. ანუ ეკლესიის წიაღში ყოფნა ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეკლესიური აზროვნება უნდა გქონდეს. ანუ ჩვენ აი ამ მადლში უნდა ვიყვეთ, ამ ქრისტეს გზაზე უნდა ვიყვეთ აუცილებლად. ერთობაში უნდა ვიყვეთ მოკლედ საბოლოო ჯამში ქრისტესთან. ეხლა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდა ვისაუბრო. ეს არის ცოდვა ზოგადად, ცოდვაზე ვისაუბრე ზოგადად რა არის ესე და ეხლა მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან ცოდვის ერთ-ერთ გამოვლინებაზე. მე ხა ამარტიოლოგია ძალიან ესე რო ვთქვათ, ისე ღრმა საკითხია და ესე ერთ იმაზე არ ხდება, მაგრამ მე მინდა ერთი მიმართულება მოკლედ საბოლოო ჯამში ისე იგი ყველაზე ძირეულზე, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, ყველაზე ძირეულზე გავამახვილო ყურადღება, ხო? სხვა არის ახლა სხვა ცოდვები, მე ამაზე ვილაპარაკებ, თქვათ ხორციელ ვნებებს და ცოდვას როგორ ვებრძოლოთ, თქვათ იქ სხვადასხვა კიდე ან ამპარტავნებას როგორ ვებრძოლოთ, ამას ცალ-ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ დღეს მინდა ვისაუბროთ ძირზე,
ყველაზე მთავარზე, ანუ ძირზე, რომელიც თქვათ ადამიანებში არის და ეს არის ნაწილი, ანუ ნახეთ რაზე მინდა ვისაუბრო, უყურეთ. რა გავაკეთოთ, თუ კი ცოდვა იქცა ადამიანის პიროვნების ნაწილი, ანუ ჩემს ნაწილი, ჩემი ბუნების ნაწილად იქცა. აბა დაუკვირდით, ჩვენ ისევ ცხოვრობთ და ისევ ცოდავთ, რომ ჩვენი ბუნების ნაწილად იქცა ცოდვა. და ეხლა რაზე მინდა გავამახვილოთ, ესე იგი ყურადღება. ცოდვა არა როგორც მოქმედება, ნახეთ, ანუ თუ მე ესე ვფიქრობ, რომ ცოდვა არა ჩემს გარეთ ყოფი მოქმედება, არამედ ჩემი ცხოვრების თანამდევი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ნახეთ, ორი განსაზღვრება არსებობს. და ეხლა გეტყვით ყველაზე კარგად, ანუ რაზეც მინდა ზუსტად გესაუბროთ, ხო? ყველაზე ძნელი არა ცოდვასთან ბრძოლა, არამედ დაუკვირდით განცდასთან, იმის განცდასთან, რომ ცოდვა ხარ შენ. დღეს ადამიანს ზოგადად ესეთი დამოკიდებულება გვაქვს და ესე ვფიქრობთ, რომ იმდენად ცოდვა ჩვენშია უკვე შემოსული, იმდენად მიმართულებას ვართ აცელილი, რომ უკვე ადამიანი საკუთარ თავს აიგივებს ცოდვასთან. ანუ ცოდვასთან აიგივებს საკუთარ თავს. და მრავალჯერო ეცემი ადამიანი ერთი და იგივე ცოდვაში, ანუ მრავალჯერო დაეცემი ერთი და იგივე ცოდვაში, განცდა გვაქვს, რომ აბა დაუკვირდით, მე ესეთი ადამიანი ვარ. ამას ვიძახით ხოლმე ჩვენ. რა ვქნა ესეთი ვარ? ყველაზე დიდი მტერი, იცოდეთ, ყველაზე დიდი მტერი ქრისტიანობისა და ყველაზე დიდი, ესე რომ ვთქვათ, ბერკეტი, ბოროტი სულისა, რომ ადამიანი მოკლედ დასცეს. ანუ ერთი, რომ იმდენად დავიჯერეთ, რომ ჩვენ ცოდვა ჩვენშია და ჩვენ ეგეთები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ამას უკვე ძალიან ხშირად და სტაბილურად აღვასრულებთ. საქმეებს, ცოდვით საქმეები უკვე ჩვენი ბუნების თითქოს ნაწილი გახდა. და ჩვენ დავიჯერეთ და ადამიანი მოდის ეკლესიაში და იძახის, რომ რა ვქნა მამაო, ესეთი ვარ. და არა მამაოზე კიდე კი არა ლაპარაკი, ღმერთსაც ამას ეუბნება. ღმერთო, რა ვქნა ესეთი ვარ და რა გავაკეთო. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაც სულიერი ცხოვრება გვინდა, ამ აზრებისგან უნდა გავინთავისუფლოთ საკუთარი თავი. ანუ ცოდვა, ეხლა დაგიმტკიცეთ ამას, რაზეც საუბრო, ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებზე გესაუბრებით ეხლა და დაუკვირდით ერთ რამეს, რომ ცოდვა არ არის ჩვენი შიდა ნაწილი. ცოდვა არის გარეთ მყოფი რაღაც. ანუ ნუ დაიჯერებთ იმას, რომ ნუ გაამართლებთ საკუთარ თავს და ნუ გადაიჯერებთ იმას, რომ ცოდვა ეს მე ვარ. ანუ ცოდვა ჩემშია, მე ვარ. ანუ რას გულისხმობ, იცი ჩემშია, კი რა თქმა უნდა, მე რო ვცოდავ. ანუ ნუ დაიჯერებთ, რომ ეს ჩვენი ბუნების ნამდვილი ნაწილია, რომ ესეთები უნდა ვიყვეთ. ეს არის ყველაზე მთავარი. ესეთი ვარ და რა ვქნა. იმიტომ რომ ამას უკვე სტაბილურად ჩავდივარ, წეღარაძე ნუ გავამართლებთ ამას. ამის გამართლება არის ყველაზე ცუდი. ხშირად ადამიანი, ამიტომ ახსარებაც არ არის ნორმალური ხოლმე. როდესაც ახსარებაზე მოდის ადამიანი, სინანული საერთოდ არ გააჩნია და მას გონია, რომ უბრალოდ თქმა იმისა, რომ ესეთი ვარ, მამაო, ეს საკმარისი არა. ანუ სინანული მოდის მაშინ, როდესაც ხვდები, რომ მე ესეთი არ უნდა ვიყვე. ესეთი არა ვარ. ქრისტე რომ მოვიდა ზუსტად დაგვანახა როგორები უნდა ვიყვეთ და როგორები ვართ სინამდვილეში. და მისი მორწმუნე მაგას, ანუ ქრისტეს მორწმუნე ნიშნავს ზუსტად ამას, რომ ერწმუნა ქრისტეს იმაში, რომ უფალო მწამს შენი, რომ მე ეგეთი უნდა ვიყვე და სხვანაირი არა. სხვაგვარად ქრისტეს მორწმუნეობა უბრალოდ სადღაც ზემოთ ღრუბლებში ესე ისე, ანუ ღმერთის არსებობისა, ეს არა ჩვენთვის არა სასიკეთო მოვლენა არის ეს, არა სასიკეთო მდგომარეობა არის. ანუ ჩვენი რწმუნება, რომ ქრისტე მწამს, ვინ არის, ვინ შეიძლება თქვას, რომ მე ქრისტიანი ვარ, მე ქრისტესი მწამს, ვინ არის და უნდა ირწმუნოს ადამიანმა. ადამიანებისა ხო არ გვჯერა ჩვენ არ გვწამს ადამიანის, ეხლა მე რო უთხრა ვინმეს, ან მე რო მითხრას ვინმე ადამიანმა ეს ესია, ან ის ისია,
ძნელად უჯერებს დღეს ადამიანი ადამიანს, იმიტომ რომ ყველას გარკვეულწილად თავის სიმართლე გააჩნია. მაგრამ ვინ არის მორწმუნე ადამიანი? მორწმუნე ადამიანი არის ის, ვინც ქრისტეს დაუჯერა, იწამა, რომ ის არის განკაცებული ღმერთი და რომ მან ადამიანური ბუნება იმიტომ მიიღო, რომ მე მომცა ცნებები და მაგალითები და ჩემი სრულყოფილი მე არის ქრისტეში. ანუ მე ქრისტეს უნდა მიუბაძო და მწამს რომ მას რომ მიუბაძავ, მე ყველაზე მთავარი ცხონდები. ნახეთ, არა ბედნიერი აქ რომ რაღაცა ჰედონისტური დამოკიდებულებით რომ აქ ბედნიერი ვიქნები და სიხარული და ისე იგი არა მატერიალური კეთილდღეობა პირველ რიგში, არამედ შინაგანი მთელცნობიერება, ანუ უბიწოება, რასაც ქვია, მთელცნობიერება ეს არის უბიწოება, ანუ უბიწოება მარტო არ ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ხორციელი იმითი ვიძახით, რა თქმა უნდა, ამასაც მოიცავს, მაგრამ უბიწოება უფრო ღრმა ტერმინია, რომელიც მოიცავს აი რუსულში არის ეს ისე იგი გამახსენდება რუსულად როგორ ითარგმნება ეს და გეტყვით, ანუ ღვთელცნობიერება არის, ხო? და აი როგორ გითხრათ, ქრისტეში ჩვენ დავინახოთ უნდა საკუთარი თავი. აი ეს არის სარწმუნოება ქრისტესი, წამს განკაცებული ღმერთისა ქრისტესი, რომ ის მოვიდა ჩემთვის მოსაცემად იმისა, რომ მე როგორი უნდა ვიყო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნუ დაიჯერებთ, რომ ჩვენ ესეთები ვართ. ეს არის დიდი იარაღი ბოროტის ხელში. დიდი იარაღი არის ბოროტის ხელში. ნუ იფიქრებთ იმას, რომ რაც არ უნდა ადამიანი ნელ-ნელა ცოდვების დაძლევისკენ მიხვიდე, წახვიდე, გახსოვდეთ. ერთ ცოდვას შეცვლი, ორ ცოდვას და ცოტა რომ ამოისუნთქებ ადამიანი, რომ ვაიმე, აი რაღაც ვნებას და ცოდვას მოვერიე. ეს საკმარისი არ არის. ანუ ნუ დაითორებით ღვინითა, რომლისა არ სიბილწე. პავლე მოციქული იძახის. ანუ ეს ნიშნავს რა? ნუ დაითორებით ცოდვითა, რომელი არის სიბილწე, პირობითად, ხო? მაგრამ აქ რო გაჩერებულიყო პავლე მოციქული, მაშინ გასაგები იქნებოდა, რომ ანუ ცოდვა არ ჩავიდინო ადამიანმა, ცოდვა გარკვეულწილად არ ჩავიდინო ადამიანმა და საკმარისია თითქოს ცოდვა, მაგრამ ნახე პავლე მოციქული რას იძახის, ნუ დაითორებით ღვინითა, რომლისა არ სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა. ანუ თუ კი ადამიანი პირობითად ჩვენ ცოდვას ვტოვებთ, მაგრამ არ მივდივართ იქითკენ რომ სულით ავივსოთ, ანუ ქრისტეთი ავივსოთ, ანუ სარწმუნოება ქრისტესი, რომელიც მადლის მომცემია, ამით გულია თუ არ ავავსეთ და თუ კი ჩვენ მსგავსებისკენ არ წავედით ქრისტესი, მაშინ ეს უკვე ადამიანის ცხოვრებაში, გახსოვთ როგორ არის სახარებაში, რომ როდესაც ბოროტის სული გადის ადამიანისაგან, მიმოვალს ურწყულ ადგილებში, ხო? და როცა მოტრიალდება, ნახავს დალაგებულს ოსახსო. დალაგებული რას ნიშნავს? ცარიელი, მოლაგებული, მოსუფთავებული, ანუ ღმერთით სავსე რო არ იქნება ესა, ის შემოვალ შემდეგო და ამ ადამიანისთვის უკანასკნელი იქნება პირველზე, ისე იგი უარესიო. რაც მერე დაემართება ადამიანს, უფრო რთული იქნება, ხო? აი ეს არის ის წერტილი, სადაც ბოროტის სული ასრულებს ძალიან მოკლედ თავის მთავარ საქმეს, ხო? და თუ შენ არ დაიჯერე ეს, ანუ თუ შენ ამას დაიჯერებ, უბრალოდ იცოდე, თუ შენ ამას დაიჯერებ, მაშინ იცოდე, რომ შენ კლავ ერთ მთავარ რაღაცას, რომ არასოდეს არ შეიცვლებ. ანუ თუ შენ ეს სიტყვები თქვი, რომ მე ესეთი ვარ და სხვანაირი ვერ ვიქნები, გახსოვდეთ, ეს არის სულის სიკვდილი, რომ ადამიანი აღარასოდეს არ შეიცვლება. და აი ეს უჭირავს ბოროტ სულს ხელში, დღეს კაცობრიობა უჭირავს ხელში, რომ ადამიანს ეუბნება, რომ აი ესეთი ხარ, ნახე შენ ამას ჩადიხარ, ამას ყოველდღე აკეთებ, შენი ბუნების ნაწილია და დღეს სამყარო უკვე ამ ცოდვებს ამართლებს. აბა გაიხსენეთ, ხო? რამოდენიმე წლის უკან, რამდენი რამე, ანუ ვერც ვახსენებდით, რომ ცოდვა იყო. ვერც ვახსენებდით, ანუ ამაზე ლაპარაკიც კი არ იყო, რომ ყველამ ვიცოდით და ვთანხმდებოდით, რომ ცოდვა იყო. მაგრამ დღეს უკვე ისეთ რაღაცებზე გვიწევს საუბარი, რომ ეგ ცოდვა, რომ კაცობრიობამ ისეთი რაღაცების გამართლება დაიწყო იმის გამო, რომ ადამიანი ადვილად აღასრულებს უკვე ამ ცოდვას და
არა მხოლოდ ადვილად, არამედ ინტენსიურად აღასრულებს და სხვაგვარად იძახის, რომ მე ესეთი ვარ, ანუ ადამიანი ესეთია და სხვანაირად მოკლედ არ შეიძლება. ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, გახსოვდეთ, რომ ბოროტის სული ყველაზე მეტად ადამიანებს ატყუებს ამაში. თვითკმაყოფ, ანუ როგორ გითხრათ, პირველი შემოდის ზუსტად ეს, რომ ეგეთი ხარ და სხვა რა უნდა ქნა ადამიანმა, სხვას ვერაფერს ისე იგი ვერ შეცვლის. და ადამიანი ზოგადად, როდესაც ამას აღასრულებს, უკვე განცდა აქვს შინაგანი, რომ მე ვარ ეს. ანუ მისი ბუნების ნაწილი ხდება თითქოს ადამიანისა ის სოდავს და შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ ახლა. დაგარწმუნოთ იმაში, რომ ეს ჩვენი ნამდვილი მდგომარეობა არ არის და რაში დაგარწმუნებთ ნახეთ. ვინც მორწმუნე ადამიანია, უნდა იცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთისაგან შეიქმნა. და ბიბლიაში არის, რაც ღმერთმა შექმნა, ყოველივე არის კეთილი და ყოველივე არის კარგი. ყველა ვიცით თუ არა, რომ ღმერთს ცოდვა არ შეუქმნია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ღმერთს ბოროტება არ შეუქმნია. გამომდინარე აქედან ამბა დაუკვირდით ასეთ რამეს. რაც ღმერთმა არ შექმნა, ის როგორ შეიძლება ადამიანისა იყოს და ჩვენში იყოს და ჩვენი იყოს. ნახეთ რა ხდება, აქ ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, რომ ღმერთს ცოდვა არ შეუქმნია. და გამომდინარე აქედან არ შეიძლება ეს ადამიანის შინაგანი ბუნების ნაწილი იყოს ეს. აი ეს არის ყველაზე მთავარი, რასაც უნდა მივხვდეთ, გამიგერო, ცოდვა გარეშეა. ცოდვა ჩვენი არ არის. ცოდვა გარეშეა, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ, როგორც ბაქტერია, როგორც ვირუსი მივიღეთ საკუთარ თავში და აი ამ ცოდვაში ვცხოვრობთ მერე ჩვენ. არადა ღმერთს ცოდვა არ უქმნია. ღმერთს ბოროტება არ შეუქმნია. ბოროტება ეს არის სიკეთის მოკლება. ცოდვა ეს არის სათნოების მოკლება. როდესაც ადამიანი, როგორც წეგან გითხარი, ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლის არ სიბილწე არამედ აღივსენით სულითა, თუ კი ადამიანის სულით არ ივსება, რა თქმა უნდა, ის აუცილებლად ცოდვით აივსება. შუალედური მდგომარეობა არ არსებობს. ან ერთი მიმართულებით ხარ, ან მეორე მიმართულებით. გახსოვთ მაცხოვარი ძაღის, იყოს შენი კი და არა, დანარჩენი უკეთურისაგან არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ეს, რომ ანუ ის რაც გარეშეა, ანუ ჯერ დავანებოთ მაგას თავი, ნახეთ რა ცოდვებია, მაგას დავანებოთ, არ ჩამოვთვალოთ, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. თავარია ვიცოდეთ, რომ ცოდვა არ არის ადამიანის ბუნების ნაწილი. ანუ ჩვენ ცოდვისთვის არა ვართ შექმნილები, ჩვენ უსჯულოებისთვის არა ვართ შექმნილები, ჩვენ ვნებისთვის არა ვართ შექმნილები. ეს გარეშეა. ჩვენ ხატად და მსგავსად ვარ ღვთისა, მოკლედ რაც თავარია შექმნილები. ამიტომ არსებობა გააჩნია მხოლოდ იმას, რაც ღმერთმა შექმნა. რეალურად არსებობა გააჩნია მხოლოდ იმას, რაც ღმერთმა შექმნა. დანარჩენი ყველაფერი არის ჩვენი თავისუფალი ნებით დამახინჯებული რამ, რასაც ჩვენ მივიღებთ. ამიტომ ჩვენი, ანუ მიხვდით ახლა ცოდვა რა არის? აცელა მიზანში არის, ეს არის აცელა. ჩვენ არ ვცდით მიზანს, ჩვენ მივიღეთ ის, რაც არ უნდა მიგვეღო. ის რაც ღმერთს არ შეუქმნია, ის მივიღეთ და მისი ნაერ სახეობას, ესე რომ ვთქვათ, ანუ საბალახოდ გაგვიშვა. ანუ როგორ გითხარით, აი იქით გაგიშალა მრავალნაირი, აი ლამაზ ფოჩებიან კამფეტებივით შეფუთული რაღაცები, რომლებიც ვნებები არის და რომლებიც ცოდვა არის. აი ეს გაგვიშალა ბოროტმა სულმა, რომელიც ის რაღაცა ღმერთს არ შეუქმნია. ამიტომ ადამიანმა რაქნა იმდენად ამ სუფრასთან ჯდომას, ანუ ბოროტისგან მოწოდებულ აი ამას დაეჩვია და მუდმივად ამას ჭამს, მიირთმევს, მუდმივად მასთან შეხებაში არის და ეს სიამოვნებს ამის კეთება, რომ ადამიანმა დაიჯერა ის, რომ ესეთი ვარ, ანუ ნიშნავს იმას, რომ გმობასთან მიდიხარ, კინაღამ ღვთის გმობასთან მიდიხარ, რომ რას ქვია ეგეთი ხარ. ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა, რას ქვია ეგეთი ხარ. არ ხარ შენ ეგეთი, იმიტომ რომ ღმერთს არ უქმნია, ის რაც ღმერთს არ შეუქმნია, მას არსებობა არ აქვს. და ჩვენ ამიტომ წეგან მაგიტო თქვი, ჩვენ ამ ილუზიებით, აი ის ცოდვითი მხარე ზუსტად ილუზორული მხარე არის. ჩვენ აი ბუტაფორია არის, გარეგნული რაღაცა გემოვნებებია, გარეგნული სიამოვნებებია, რომელიც აუცილებლად მთავრდება.
თან არც გვანაყრებს დღეს ერთია ხვალ მეორეა ზეგ მესამე გინდა მაგიტო ვთქვი ნახეთ ცოდვამდე როგორ გავედით ცოდვამდე დღეს უკვე რა ცოდვებს ვამართლებთ შეხედეთ წლების უკან საუკუნეების უკან ის რაც ისედაც ცოდვა იყო დღეს ის აღარ ითვლება ცოდვად ანუ ეს საბალახოთ მიშობილი კაცობრიობა რომელიც ამ სიამოვნებებისა და ვნებების დაკმაყოფილება უნდა დაიკმაყოფილოს ეს შინაგანი ვერ კმაყოფილდება რატო იმიტომ რომ ცოდვას არსი არ აქვს ანუ რამდენიც არ გინდა ჭამო ის ვერ დაგაკმაყოფილებს იმიტომ რომ იმას არსი არ აქვს ამიტომ აი მადლს აქვს საოცარი არსი ვინც მადლს ეზიარა მიხვდა რომ როგორ დაკმაყოფილდა ანუ ადამიანი ეგეთი სავსე არ ყოფილა არასოდეს ყველა ადამიანი ხვდება რომ იმან ვინც მადლს გაუგო გემო ღმერთმა რა თქმა უნდა მისი მოწყალებით მის გულს შეეხო რა საოცარ სისავსეს გრძნობს ადამიანი ასეთი სისავსის განცდა შეუძლებელია სხვა ადგილას თავიდან ისე იგი შეუძლებელია სხვაგან განიცადოს ამიტომ ნახეთ ეს ორი მიმართულება აცელა ამას ნიშნავს გალამაზებული გაბჭყიალებული სადაც შური ვერცხლის მოყარეობა სახმართ მოყარეობა გემოთ მოყარეობა დიდების მოყარეობა ამ სამ დიდ ვნებაზეა აგებული ყველაფერი და ღვთის ცნებათა საპირისპირო არის ამაშია ჩაფლული კაცობრიობა ამას ჭამს ამას მიირთმევს მაგრამ მაინც ვერ კმაყოფილდება ჩხუბობენ ომობენ დაპირისპირებულები არიან ერთმანეთზე რომ ვერ იყოფენ იქ ამას ანუ ილუზია მაგრამ მაინც ვერ იყოფენ იმიტომ რომ დროებითია ყველა ხვდებითო გარდავიცვლები და იმაზე რაზეც დღეს აქ ჩხუბობთ ის მარადიულობაში არ გაყვება ადამიანს მაგრამ მაინც ჩხუბობს აი გემი რო იძირება ესე რომ ვთქვა და ყველა მიცის რომ უნდა დაიხოცოს და წარმოიდგინეთ ახლა ისე იგი ადამიანები რომლებიც გაჭირვებულები არიან რო გარბიან და ძარცვავენ ანუ გემზე მიდის ძარცვა ერთ საათში გემი უნდა ჩაიძიროს მაგრამ გემზე მიდის ძარცვა რომ ღარიბები ძარცვავენ მდიდრებს რომ ცოტა ხნით მაინც იყვნენ მდიდრები არა და გემი იძირება და ყველანი დაიხოცებიან აი დღეს ეს არის ზუსტად რომ დღეს კაცობრიობა ომობს ბრძოლობს ილუზიების გამო რომელიც დროებითია და რომელიც აქვეც არ აკმაყოფილებს ადამიანს 5 ლარი აქ 10 უნდა 10 მისცემ 20 უნდა 20 მისცემ 30 ვერ დაკმაყოფილდები შეუძლებელია ვინმე დაკმაყოფილდეს მაგრამ მე როდესაც ადამიანს მადლი გააჩნია ღვთის მადლი ყოველთა მკურნალი და ნაკლულევანებათა აღმავსებელი ხო ანუ ესე იგი საოცრად კურნავს ადამიანის ამ შინაგანს ამ როგორ გითხრა დამშეული ადამიანის აი შინაგანს კურნავს და იმიტომ რომ ადამიანს სიხარული უნდა ბედნიერებისთვის და სიხარულისთვის და სისავსისთვის არის შექმნილი ამ სისავსეს იოლად დაად გამგზას რომ გონია რომ ფული რო ექნება ამ შეივსება ის რო ექნება სიამოვნება რო ექნება შეივსება და ხვდება რომ ვერ ივსება მიდის მეტი უნდა და მიხვდება ადამიანი მადლი შეეხვება თუ არა მას საოცრად ივსება შინაგანად სულ სხვა სისავსე ანუ ხვდება რომ ადამიანი თურმე ამ სისავსისთვის არის ტყუილავ ეძებ იმ გზაზე აი ამარტია ეს არის ცოდვა ეს არის მთავარი ცოდვა რომ იქით რო ვეძებ მე იქ იმ ადგილასოვა რას ვაკეთებ ისე იგი იქ შურით ვაკეთებ რაღაცას სიბილწით ვაკეთებ რაღაცას ისე იგი მკვლელობით ვაკეთებ რაღაცას ვქურდობ თუ რაცა ეგ უკვე საქმით რას აღასრულებ ეგ არის მაგრამ თავარია რომ იმ მიმართულებით ახარ წასული აცელილი ხარ და თუ იქ ახარ რა თქმა უნდა ცოდავ ადამიანი ამიტომ ადამიანი რომელიც აი ამ ისე იგი სიმძიმის ქვეშ ცხოვრობს აი იქ მერე მოკლედ აი ამაგიტოა დღეს კაცობრიობა გადაღლილია გადაკანცულია დღეს ადამიანები ეკლესიაში მოკლედ მოდიან და აი მინდა გითხრათ რომ იცი როგორი დამძიმებულები არიან დამძიმებულები არიან აი ამ გზაზე სიარულით აი ამ ბრძოლით ანუ სიამოვნებებისთვის ბედნიერებისთვის ანუ ისე იგი როგორ გითხრათ იცით ანუ 900 იქ იწავა ადამიანი ემიგრაციაში წავა იქ რავი 10 სოფელს 10 ქალაქს გაივლის ისე იგი დამაშვრალი ადამიანი აი ამის ძიებაში მაგრამ თავარი რა არის სისავსეს ვერ გძნობს
აი რამდენ ადამიანს ვთქვავს, აი წავედი, ვიწვალე, ეს მინდოდა, ოჯახში მადლიერი არავინ არ არის. მოიტანა რაღაცას და ადამიანს კიდე მეტი უნდა. ანუ პირობითად ახლა ოჯახში მოიტანე რაღაცა, შვილი გეუნება, ეს კი არა, ისიც მინდა. წავა ადამიანი მაგისაზე მოვა კიდე მეტი უნდა. ამიტომ ეს წუთისოფელი, ეს ილუზია, მიხვდით, რომელიც ამ მიწიერ და ვერ აკმაყოფილებს ადამიანს. ვერ დააკმაყოფილებს, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ სხვანი ვართ, ხატა და მსგავსად შექმნილები ვართ და ამიტომ ჩვენ დასაკმაყოფილებლად, კაი გაგებით დასაკმაყოფილებლად, შესავსებად, ასავსებად ღვთის მადლი გვჭირდება. აი ეს არის ტყუილი, ანუ სხვაგან ვეძებთ ჩვენს ისავსეს და სინამდვილეში სხვაგან უნდა ვეძებდეთ ამას. ღვთის მადლით უნდა, მოკლედ ღვთის მადლი ჭირდება ადამიანს, ხო? და აი ესეთი ადამიანი, ნახეთ, ყველაზე მთავარი, ნახეთ, როდესაც ადამიანი დიდი ხანი ამ სიმძიმის ქვეშ არის, კარგავს მთავარს, ის რაც ხატებასა და მსგავსებას გააჩნია რა, თავისუფლებას. თავისუფლების რწმენას და საერთოდ თავისუფლების არსებობას და ნახეთ, დღეს იმ ილუზორულ ბრძოლაში მყოფი ადამიანები ლაპარაკობენ თავისუფლებაზე. მიხვდით? ანუ დღეს ისინი რო არის, აი თავისუფლება დაარქვეს, კანონებს იღებენ, რაღაცას იღებენ, რომ თავისუფლება ის არის, ზოგ შემთხვევაში ფილოსოფოსები, ისე იგი მსჯელობდნენ ამაზე, უამრავი ამაზე, კაცობრიობა მოკლედ დაძდევს და ვერ ხვდება ერთ რამეს. ამარტიაში, ანუ აცელილ მდგომარეობაში მყოფი კაცობრიობა შეუძლებელია თავისუფლება განიცადოს, შეუძლებელია. ანუ იქ თავისუფლება არ არსებობს. თავისუფლება არის ღმერთში და მხოლოდ ჭეშმარიტება. ანუ ნახეთ, ჭეშმარიტება ვინ არის? მე ვარ გზა და ჭეშმარიტება. ქრისტეშია მხოლოდ ჭეშმარიტება და თავისუფლება არის. იმიტომ რომ შეიცანი ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ. ანუ ამ გზაზე არსებობს მხოლოდ თავისუფლება. ამიტომ ადამიანი ცოდვაში მყოფია, იმ დღეს ბევრჯერ ვილაპარაკე, აბორტებში მყოფი, ისე იგი ნარკომანია, ისე იგი ღალატი, ისე იგი შური, ვერცხლის მოყვარება, არ ვიცი, სიბილწის სიყვარული, ამ მდგომარეობაში მყოფი კაცობრიობა ლაპარაკობს თავისუფლებაზე. რატომ? ნახეთ, ხვდება, რომ თავისუფლება ჭირდება. ინტუიციურად ხვდება, რომ თავისუფლება ეს მადლი არის და მადლი მჭირდება, რომ მე ავირსო ამ მადლით. მაგრამ იქ არ არის, ვეძებ, აი წარმოიდგინეთ, გახსოვთ იმაში რო არის იმას რო ეძებს, განს რო ეძებს სულა, ელიოზი რო არის, განს რო ეძებს რო რაღაცა და ელიოზ, ანუ იპოვე განზი რო ხან იქ ეძებს, ხან აქ ეძებს, ანუ ადამიანი რომელიც ეძებს ამ განს, მაგრამ არ იცის სად უნდა ეძებოს. ეძებს აი მიმართულებით, ხვდით, ცოდვის მეორე მხარეს ეძებს, ხან წყალში ეძებს, ხან იქ ეძებს, ხარაში ეძებს, ანუ ეძებს, ხვდება რომ ჭირდება ეს, ხვდება რომ ეს ბედნიერება, ანუ თავისუფლების ნამდვილი განცდა ჭირდება ადამიანს, მაგრამ სამწუხაროდ არ არის, იმ გზაზე არ არის ეს თავისუფლება და ამიტომ ნახე ადამიანმა დაარქვა სხვადასხვა რამეებს თავისუფლება. აი თავისუფლება არის ეს, თავისუფლება არის ის, ჩემი თავისუფლება თავდება იქ, როდესაც იწყება სხვისი თავისუფლება და მოკლედ 1000 თეორია, 1000 ფილოსოფიური აზრი რაღაცებს იგონებს ადამიანი და ვერ ხვდება ერთ რამეს, რომ იქ არ არსებობს თავისუფლება. თავისუფლება არის ღმერთში, ქრისტეშია. მხოლოდ ქრისტეში. ანუ თუ კი ჩვენ დავუბრუნდებით, ნახეთ, ამარტია, დავუბრუნდებით სწორ გზას და ქრისტეს გზას გავყვებით, მაშინ დავიბრუნებთ ჩვენ საუკეთესო ჩვენ თავს. იქ არის მადლი. ამიტომ ახლა დღეს ეკლესიას ეუბნებია რომ რაღაცა ესე და ეკლესია ქრისტესავით ამიტომ ზულთ. ეხლა წარმოიდგინეთ აი მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც თავისუფლებაც იქ აქვთ, ყველაფერი მოკლედ ბრაზობენ, ჩხუბობენ ერთმანეთს, ისე იგი შურთ ერთმანეთისა, ომობენ, ჭამენ ერთმანეთს ბოდიში ამ გამოთქმაზე, მაგრამ არა, ანუ თავისუფლებაც გონიათ, რომ იქ არის მსჯელობენ რაღაცებს და მიხვალ და ეტყვი, რომ მან და თავისუფლება არ არის. ბრაზდებიან, გიჟდებიან, ბრაზდებიან და წეღა როგორც გითხარით, რა ვთქვით, ილუზიებს უნგრევ. და იმდენად არიან ამ თავის ილუზიებში ადამიანი ჩაკეტილები,
იმდენად არიან ამ თავის ილუზიებში მყოფები, რომ ადამიანს რო ამას ეუბნები, რომ ეგ ყველაფერი ილუზია, ეგ ყველაფერი გაქრება, ეგ ყველაფერი დასრულებადია. შენც ნუ იტყუებ თავს და სხვასაც ნუ ატყუებ. ამას რო ეუბნები, ბრაზდებიან. აი ეს თქვა ქრისტემ. ხო, რო უთხრა, გახსოვთ დღევანდელ სახარებაში ეს იყო ზუსტად, რომ განა უკაცო თქვენ ყველანიო შაბათსო ვირსო არ აღსირო ხარს არ აუშვებთო რომ წყალი დალიოსო. ეს აო ადამიანიაო, ღვთის ხატა მსგავსად შექმნილი 18 წელიაო შეკრული ყავსო ბოროტსო. და განაო ამის განთავისუფლება არ შეიძლება დღესაო. ნახეთ, ანუ ის მონობაში მყოფი ადამიანები რა არ შეიძლება არ გაანთავისუფლო, არ განკურნო. ანუ ეს არის ეს გზა, იქ ადამიანები კანონები შექმნეს, ის შექმნეს, ეს შექმნეს და ამ კანონებიდან გამომდინარე რაც შექმნეს, თითქოს მსჯელობიდან შეკრეს საკუთარი თავი და არანაირი თავისუფლება იქ არ არის, მაგრამ მოვიდა ჭეშმარიტი თავისუფლება და ზოგს მშვიდად, ზოგს წყნარად, ზოგს ცოტა მხილებით, ზოგს ცოტა ხმამაღლა, ხან შოლტი შექმნა, ეუბნება რომ არ არის ხალხო მან თავისუფლება. არ არის ხალხო მან თავისუფლება, არ გვინდა, არ გვჭირდება ეგ თავისუფლება და გამომდინარე აქედან ადამიანი მოკლეს, ამიტომაც მოკლეს ქრისტე. ქრისტე ზუსტად ამიტომაც მოკლეს იმის გამო, რომ მოკლედ ადამიანები ასე ცოდვაში ცხოვრობენ. გამომდინარე აქედან ნახეთ როგორ არის, როდესაც ადამიანი ამ თავისუფლებაშია, რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ, ხო? იმ მხარეში, რაც შეიქმნა, რასაც ჩვენ ვეძახით, აი კულტურა, თქვათ იდენტობა, რაც ჩვენ გვაქვს, ქართველობა, იდენტობა. ანუ ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები? ჩვენი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ და რას ნიშნავს ქრისტიანები, რა ვთქვით ახლა? რომ ქრისტესკენ მავალი, ამარტიაში არ იყვნენ, ანუ აცელაში კი არ იყვნენ, მიზნისკენ მიდიოდნენ. და ამ მადლით შევსებული ადამიანი, რომელიც შინაგანად, ნახეთ, იმ ილუზიებში არ ცხოვრობს. ნახეთ, ადამიანი აი ცოდავდა, მაგრამ ნახეთ, შემოიკრიბა, აღარ ცოდავს, აბორტი შეინანა ჩვენმა, ანუ წარმოიდგინეთ ადამიანებმა, ეკლესიურმა ადამიანებმა ნარკოტიკს აღარ მოიხმარს, ზარმაცი აღარ არის, საკუთარი ისე იგი იმის საქმეს თვითონ აკეთებს. წასული ადამიანები, მე არ მომერიდება ეხლა ვიტყვი, აი წასული ადამიანები, რომლებიც გარკვეული კომფორტისთვის, ხო, არის საჭიროება, მაგრამ უკვე კომფორტისთვის რო გაწახარ წასული, რო ერთი სახლი, ორი სახლი, სამი სახლი, ასე შემდეგ და მოკლედ გარკვეულწილად, მოკლედ ამ კომფორტისთვის ხარ ადამიანი გასული და ისე იგი ვერ კმაყოფილდები, ხვდები შენ თვითონაც რომ ვერ კმაყოფილდები, კიდე გინდა, ანუ ამაში ვერ კმაყოფილდები ადამიანი, ანუ აღარ უბრუნდები შენ ადგილს, აღარ უბრუნდები შენ მდგომარეობას, ანუ ნახეთ რა მინდა ვთქვა, რომ ცოდვაში მყოფი ადამიანები თავისუფლებას ვერ შექმნიან. ცოდვაში მყოფი, ანუ ამარტიაში მყოფი ადამიანები ვერასოდეს დადებით და კარგს ვერასოდეს ვერ შექმნიან. ანუ ვერასოდეს ნაყოფიერს ვერ შექმნიან. ანუ ცოდვის ჩამდენი ადამიანი და ცოდვის ჩამდენი როგორი, იცით? ანუ ნახეთ, რომელიც იძახის, აი ადამიანი თუნდაც, ანუ იძახის, რომ ანუ მე უნდა შევქმნა რაღაცა ესა და ეს და მაგრამ პარალელურად ის ცოდავს, პარალელურად ის მოკლედ ანუ იპარავს, პარალელურად მრუშობს, პარალელურად ნარკოტიკს მოიხმარს, ლოთობს, ოჯახში ცოლს აცემს, თუ ღალატობს, ანუ ისე იგი დედას და მამას პატივს ასცემს, ასეთი ადამიანი რეალურად ასეთი ადამიანი რეალურად ვერ შექმნის, ვერასოდეს ვერ შექმნის რაიმე ღირებულს და ფასეულს. ანუ ნახეთ რა რისი თქმა მინდა საბოლოო ჯამში, რომ თუ კი ჩვენ ამ ამარტიას არ ავწვდით ერი, თლიანად ერი, ამ ამარტიიდან არ გამოვედით, ამ ფოჩიანი კამფეტებისა, რომელსაც დაგვარწმუნებს ჩვენ, რომ ბედნიერება არის ეკონომიკურ წინსვლაში, რომ ბედნიერება არის ფულში, რომ ბედნიერება და სიხარული, რომ თავისუფლება, ისე იგი კეთილდღეობა, სიხარული არის ფულში, მაშინ ნახეთ როგორ არის თუ ჩვენ ამაში დავწმუნდით და არ თქვით ისა, რომ მადლობა ღმერთო რაც მაქვს, ამისიც კმაყოფილი ვარ, თუ კი რაც მაქვს, იმისი კმაყოფილი არ ვიქნები ადამიანი,
მაშინ ჩვენ ვერასოდეს ამარტიიდან ვერ გამოვალთ. ჩვენ ამ წუთი სოფლისანი ვიქნებით. დღეს რაც გვჭირს, დღეს ჩვენ აი აბა დაუკვირდით, რა გვჭირს? დღევანდელ ჩვენს ეს რა გვჭირს? აი ამ ამარტიაში ვართ. ჩვენ აი ამ ფული და ფულიდან გამომდინარე ეკონომიკიდან გამომდინარე უკვე რაღაცების დათმობა გვიწევს. რაღაცების დათმობა გვიწევს, მიწის დათმობა გიწევს ადამიანს, იმის დათმობა გიწევს ადამიანს, რატომ? იმიტომ რომ ერი ვერ ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ თავარი არის ჩვენთვის ღვთის წინაშე სწორად ყოფა, ანუ ამარტიიდან გამოსვლა თავარი, ანუ ფოჩიანი კამფეტები და ანუ ესე რომ ვთქვათ, საფარქვეშ, ანუ როგორ გითხრათ, იცი, რაღაცა იდეების საფარქვეშ, ანუ ლამაზი იდეების საფარქვეშ, როდესაც იმალება რაღაცეები კეთილდღეობა და ეს არ გვინდა. ნამდვილი თავისუფლება გვინდა. ნამდვილი კეთილდღეობა გვინდა და ეს ნამდვილი კეთილდღეობა არის ღმერთში. აი ჩვენ წინაპარს ეს ესმოდა. ჩვენ წინაპარი მაგალითად გადახედეთ, ხო? სამეფო ან ვერ ნახავ სამეფო ციხეს, სადაც აი რაღაცა ესეთი გრანდიოზული ციხეები იყო. არც შუა საუკუნეებისას და არც ბოლო ხანებში ვერ ნახავთ ამას, რატო? იმიტომ რომ ჩვენმა მეფეებმაც და ჩვენმა ერმაც იცოდა რომ ჩვენი ერი უნდა ყოფილიყო როგორ ქრისტეს ერთგული, რაც თავარი იყო. ამარტიაში არ უნდა ყოფილიყო. ამ ფოჩიან კამფეტებს არ უნდა მოწამეები რატო იყვნენ? იმიტომ რომ სთავაზობდნენ ამას მოგცემ, იმას მოგცემ, ისე იგი კეთილდღეობა გექნება, თანამდებობა გექნება, მაგრამ პასუხს რას ეუბნებოდნენ? არა. ქრისტესთან უნდა ვიყო. რატომ? იმიტომ რომ იცოდნენ მათ ძალიან კარგად, რომ ქრისტეში იყო თავისუფლებაც, ქრისტეში იყო ჭეშმარიტება, ქრისტეში იყო კეთილდღეობაც და ქრისტეში იყო ჩემი როგორც პიროვნების შინაგანი სისრულე და სიხარული. აი ეს არის ყველაზე მთავარი, ეს იცოდნენ ჩვენმა წინაპარმა. მაგრამ დღეს, როდესაც ადამიანები გამოკიდებულები ვართ, ანუ ქართველი ადამიანები გამოკიდებულები ვართ ზუსტად აი ამ კეთილდღეობის საფარქვეშ, თავისუფლებისა, კეთილდღეობის ამის საფარქვეშ ვართ გამოკიდებული და ამარტიაში ვიყოფებით და მთელი ერი, მოკლედ, წლებია და რამდენი ხანია, მოკლედ, ჩვენთვის არ არის პრობლემა, წეღან რას ვაგებ, ანუ მშობლის პატივისცემა, ცოლ-შვილის პატივისცემა, პირიქით, ისე ქმარ-შვილის პატივისცემა, შვილების აღზრდა, მრავალშვილიანობა, შვილთა სხმა, ისე იგი ნარკოტიკი, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც აი რაღაცა ქართველი ისეთი აი ჯიში ჯილაგი უნდა გაავრცელონ, წარმოიდგინეთ, მე სადაც ვსახურობ, დგანა ბირჟაზე, პლანს ეწევიან და მომავალ თაობას 14-15 წლის ბიჭებსაც ანუ ამ პლანს აძლევენ, რომ იმათაც მოწიონ, ანუ მთელს ეს მას ქართველები აკეთებენ. მთელს მომავალ თაობას ბილწავენ. და დღევანდელი ნარკოტიკი თქვენ კიდე არ იცით რა არის. დღეს მეცნიერები საუბრობენ, ანუ გაუკეთეს ადრინდელი წლების უკან, 30-40 წლის უკან რაც იყო მარიხუანა, დღეს მაშინ 14-დან 18-მდე ქონდა, ანუ ის რაც თრობას იწევს. დღეს 70-75%-მდე ერთხელ მოწევაც კი, ერთხელ გასინჯვამაც კი შეიძლება გონებრივად დააჩუნოს ადამიანი. მთელი მისი რეპროდუქციული, ესე რომ ვთქვათ, გამრავლების ის შეუზღუდოს. და ამას ვაკეთებ ჩვენ, ადამიანები, რომლებიც იქ ვდგავართ, გამიგეთ ბირჟებზე დგანან ქართველი ვაჟკაცები, 20-35 წლის ბიჭები, დგანან და პატარა თაობას მათნაერს ახდიან. და ამიტომ ამარტიაში მყოფი საზოგადოება, ამარტიაში მყოფი ადამიანები ვერ ქმნით ფასეულს და ღირებულს. იმიტომ რომ ჩვენც იგივე გვინდა, ჩვენს გვინდა ფული, ჩვენს გვინდა კეთილდღეობა, ჩვენს გვინდა მაძღრები ვიყვეთ, ანუ სამი ვნება რაც არის, დიდების მოყარება, ვერცხლის მოყარება და სიამოვნების მოყარეობა. ხო? აი ამ სამ რაღაცას ვერ ჩვენძლებთ. აი მაგ სამ რაღაცაშია ჩაფლული კაცობრიობა და ჩვენც იქითკენ მივექანებით. და ამიტომ ვინ არის მორწმუნე ადამიანი? აი მორწმუნე ადამიანი არის, ვინც ამ ამარტიას გამოცდა, ამარტიიდან ამოვიდა, ანუ აცელიდან ამოვიდა და მისი მიზანი გახდა ქრისტე და ქრისტეს მცნებები. და სანამ ჩვენი ერი ამ გზას საბოლოო ჯამში არ დავადგებით ნამდვილ ქრისტიანულ გზას, სანამ ჩვენ ღმერთში თავისუფლებას არ ვიგრძნობთ, სანამ ჩვენ ღმერთში აი ამ სისავსეს, ადამიანურ სისავსეს არ ვიგრძნობთ, მაშინ ჩვენ ვერ შევქმნით რაიმე ღირებულს და ფასეულს.
ჩვენ უარს ვერ ვიტყვით იმაზე, მიხვდით, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია მშიერი იყოს. ქრისტიან ადამიანს შეუძლია მაგალითად იყოს მშიერი, მე რა, ერთი დღე ვიქნები მშიერი. ქრისტიან ადამიანს ახალგაზრდაა თუ დიდი არის, შეუძლია იყოს, ისე იგი შელახული ტანსაცმლით იაროს, ან ძველი ტანსაცმლით იაროს. ქრისტიან ადამიანს შეუძლია სახლი არ ქონდეს 3 სართულიანი და 4 სართულიანი. ქრისტიან ისე იგი ადამიანს შეუძლია რომ მოკრძალებულად იცხოვროს და არ ყავდეს ისე იგი 200,000-იანი და 100,000-იანი მანქანები. ქრისტიან ადამიანს შეუძლია მცირედში იყოს ხმაყოფილი და ამ მცირედს კიდე ჩვენს ქვეყანაშიც მოვიწევთ. ამ მცირედ ჩვენს ქვეყანაშიც მივიღებთ და ამიტომ ჩვენ ყველაზე მეტად დამოუკიდებლები და თავისუფლები ვიქნებით გამომდინარე აქედან. აი ეს არის ეს იმიტომ გავაგრძელე წეღან აი საუბარი იყო ზუსტად ამაზე. ამასთან დაკავშირებით იყო ამ კითხვა დაისვა და იმ ადამიანის კითხვას საკითხავს მოკლედ ცოტა გავეცი მოკლედ პასუხი. და ანუ ნახეთ როგორ არის ამ ამარტიაში მყოფი ადამიანები ვაგრძელებ კიდევ ერთხელ მოკლედ ბარე მივიყვანოთ ბოლომდე ეს ყველაფერი რომ მონობაში და საპყრობილეში მყოფი ადამიანები ეს ანუ ამარტიის გზა ეს არის მონობისა და საპყრობილეში მყოფი გზა არანაირი თავისუფლება იქ არ არის ადამიანებში მოდის განცდა რომ მე განსაკუთრებული ვარ. ნახეთ რა დაიწყო უკვე რომ ადამიანმა საკუთარი განსაკუთრებულობა რო აღნიშნოს ადგება გზას ყოვლად ანუ როგორ გამართლებისა ცოდვისა და უკვე დაიწყო იმიჯის შეცვლა მთლიანად და მთლიანად აზროვნების შეცვლა და ამას არქმევს ადამიანი რა განსაკუთრებულია. აი როგორ არის ხოლმე დღეს ხო ვიღაცა ცდილობს რომ განცვიფროს ვიღაცა ყველა ცდილობს რომ რაღაცა ახალი გააკეთოს ისეთი რომ განცვიფროს ადამიანები. განცვიფრებამ უნდა შეიპყროს ადამიანები, განცვიფრებამ უნდა შეიპყრო, ანუ ეს ნახე უფრო მეტად თავისუფალია, იმიტომ რომ რაღაცა კანონების გარეთ გავიდა, რაღაცა ნორმების გარეთ გავიდა. ანუ ნახეთ ამარტიაში მყოფი ადამიანი, რომელიც მონობაშია და საპყრობილეშია, ასეთ ადამიანს ეუფლება, რომ განცდა იმისა, რომ მე უნდა ვიყო განსაკუთრებული, მე უნდა ვიყო გამორჩეული. და ეს გამორჩეულობისა და განსაკუთრებულობა არის ის ვნება, რომელიც მერე ადამიანს უბიძგებს იმისკენ, რომ იბრძოლოს ყველანაირი მეთოდით, სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერება ააგოს, მოიპაროს, ანუ ვიღაცას წაართვას, იყაჩაღოს, ანუ ყველანაირი უსამართლობა ჩაიდინოს, ოღონდაც გამორჩეული იყოს ადამიანი და განსაკუთრებული იყოს ცოტა ხანი მაინც. გემი იძირება, მაგრამ ცოტა ხანი მაინც ვიქნები ესეთი, აი ცოტა ხანი მაინც შევძლებ ადამიანი, რომ ის რაც მე ისე იგი ვნატრობ ყოველთვის, ეგეთი რო ვიყო ადამიანი, ხო? ამიტომ ნახეთ როგორ არის ცოდვა რა არის საბოლოო ჯამში. ანუ ამის მიხედვა, ანუ იმიტომაც უფალი გვაძლევს, რომ ჩვენ ხშირად არის რომ დავეცეთ, რომ გონზე მოგვიყვანოს. აი ჩვენ ვერ ხვდებით უბრალოდ, აი ქრისტიანი ანუ ზოგადად ადამიანი ვერ ხვდება, რომ ცოდვა არის იმისთვის, ანუ ზოგადად უკვე რომ რეალურად ცოდვაში ჩადიხარ, რომ ადამიანი როგორც უძღებმა შვილმა რაღაცა მომენტის მერე უკუსვლა დაიწყო და ამარტიიდან ამოსვლა დაიწყო, ანუ აცელიდან ამოსვლა დაიწყო და მამას დაუბრუნდა, ანუ მამის წიაღს დაუბრუნდა, თავის ხატებასა და მსგავსებას, ანუ შვილობას დაუბრუნდა, ღვთისმშვილობას დაუბრუნდა, ხო? ადამიანი მოკლედ აი ეს ცოდვა ხშირად არის რომ საკუთარი თავი დაგვანახოს. მაგრამ სამწუხაროა რომ გადის წლები და ჩვენ თავს ვერ ვხედავთ. ისევ მაგ მდგომარეობაში ვცხოვრობთ. სამწუხაროდ ჩვენ ისევ მაგ მდგომარეობაში ცხოვრობთ და ანუ ცოდვა ადამიანს გონია როგორ იცით, აი რაღაცა იოლად უყურებს ამ რაღაცას. იოლად უყურებს და არადა ცოდვა არის რა არის ჩვენს აზროვნებას უკეთებს, ფორმირებას. ცოდვა ჩვენს ჩვევებს და მსოფლმხედველობას, რეაქციებს უკეთებს. ანუ ცოდვა საბოლოო ჯამში, ანუ როგორ გითხრათ, აი თელს ჩვენ მერე შინაგანს განსაზღვრავს. აი ჩვენი რეაქციებით, ჩვენი ისე იგი ჩვევები, ჩვენი მსოფლმხედველობა, მოკლედ ჩვენი აზროვნება ამითი ფორმირდება. სამწუხაროდ ამითია და უკვე ადამიანის წეღა როგორც გითხარი, შეეჩვია ამას. ესეთი ვარ. იმიტომ რომ ყველაფერზე უკვე ჩამოყალიბებული აქვს ეს სოფხედველობაც, რეაქციების და არავის არ უნდა სამწუხაროდ ამ ამარტიიდან ამოსვლა. არავის არ უნდა რეალურად ადამიანი ეკლესიაში რომ მოდის ამას ვეუბნები ხოლმე, გინდა ამ ამარტიიდან ამოსვლა?
ხშირად ადამიანს უბრალოდ ის უნდა რომ ცოდვამ რომელმაც გარკვეულწილად ან ტკივილი მოუტანა, ან წარუმატებლობა მოუტანა, ან საზოგადოებაში რაღაცა ესე რომ ვთქვათ მისი ავტორიტეტი შელახა, ამისი რაღაცნაირად გამოსწორება უნდა მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ ის ისევ დაიბრუნოს რაც მას უნდა, მაგრამ ამარტიიდან ამოსვლა არ უნდა ადამიანს. ანუ არ უნდა ამ ცდომილებიდან, ანუ არასწორი გზიდან ამოსვლა არ უნდა და სწორ გზაზე დადგომა არ უნდა. ამას უნდა უბრალოდ იქაც, ანუ რამაც ხელი შეუშალა, უბრალოდ იმის გაკურნებაში დახმარება უნდა. და ამიტომაც აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ზუსტად ამას კარგად ვიაზრებდეთ ჩვენ. ანუ კარგად ვიაზრებდეთ ამას. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არის უღმერთობა. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ცოდვაში ცხოვრება და ამის შეჩვევა. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ნაკლებ სარწმუნოება და ხშირ შემთხვევაში ურწმუნოებაც კი მიუხედავად იმისა, რომ წლები ეკლესიაში ვარ, ჩვენ ამ ამარტიიდან ამოსვლა არ გვინდა. ჩვენ მაინც ამ წუთის სოფელს ვართ მიჯაჭული. ჩვენ არ თვლით იმას, რომ დროებითია რაღაცა. იმიტომ რომ ჩვენ რომ ასე ვთვლიდეთ, ასე არ ვიუმებდით და არ ვიბრძოლებდით ერთმანეთთან იმისთვის, აქვეა სიამოვნების მიღებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ როდესაც ქრისტიანია ადამიანი და როდესაც ამარტიიდან არის ამოსული და ის სულიწმიდით არის ავსილი, როგორც თქვი პავლე მოციქულმა, ნუ დაითვრებით ღვინითა, არამედ აღივსენით სულით ანუ მადლით ავსილი ადამიანს სულ სხვანაირი ფსობხედველობა აქვს. სულ სხვანაირი ღირებულებები აქვს, სულ სხვანაირი რეაქცია აქვს, სულ სხვანაირი აზროვნება აქვს და მან შეუძლია ღირებული შექმნას. მან შეუძლია აი აქ ამ წუთის სოფელში მოცემული სიკეთეები გამოიყენოს და ისის გარდაქმნას სიკეთეს, მაგრამ ყოველთვის ახსოვს, რომ ღვთისმცნებაზე მაღლა არ დგას ეს წუთის სოფელი, ქრისტეზე მაღლა ეს წუთის სოფელი არ დგას. და ამ წუთის სოფელი რომ დროებითია და ჩვენ მარადიული ცხოვრების მოკალაკენი ვართ. როგორც პავლე იძახის, რომ არა გვაქვს ჩვენ აქა სამყოფლად ქალაქი, არამედ მერმეს სამას ვეძიებთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სულით ავსილ ადამიანს მერე ენდობა რასაც აკეთებს. სულით ავსილ ადამიანს სხვა აზროვნება აქვს და ჩვენ პოულობთ ერთმანეთს მერე ეკლესიაში ნამდვილად. ჩვენ ნამდვილად გრძნობთ ერთმანეთს ეკლესიაში. არ გვაერთიანებს ჩვენ სხვა რამე კი არ გვაერთიანებს, გვაერთიანებს ქრისტეს სული. მადლი გვაერთიანებს, რაც უნდა გვაერთიანებდეს. მადლიდან ნაშობი თავისუფლება გვაერთიანებს, მადლიდან ნაშობი სიყვარული გვაერთიანებს, მადლიდან ნაშობი პატრიოტიზმი გვაერთიანებს. ანუ იქ ნაშობი, როგორ კი თავისუფლებაში ნაშობი ეს ღირებულებები გვაერთიანებს და არა ამ ქაოსში, ამარტიაში ესენი არის ილუზია. რაც არ უნდა იქ კიდევ ვიძახი, აქ ცხოვრობენ ადამიანები და ეძახიან ყველაფერს. ანუ ყველა ტერმინი აქვს, იგივე რაც ეკლესიაშიც არის, ღვთის მადლში რაც არის, იგივე ტერმინები აქვს. ესე რომ ვთქვათ, ანტისამყაროა, კაენის სამყარო არის. კაენის ცივილიზაცია არის და იმ კაენის ცივილიზაციაში ყველა ტერმინი არსებობს, რაც არსებობს რეალურად ეკლესიაშიც, თავისუფლება იქაც არსებობს, სიყვარული იქაც სიყვარული აქვს. სხვა რამე კი არ დაარქვეს, იგივე დაარქვა ადამიანმა, ოღონდ სახეცვლილი და დამახინჯებული. აი ეს არის, ანუ მინდა გითხრათ, რომ პატრიოტიზმიც საფრთხმადლი აქ არის, ქრისტეშია პატრიოტიზმი. ქრისტეშია სამშობლოს სიყვარული, მაგრამ იქაც არის პატრიოტიზმი. და იქ ნაშობი პატრიოტიზმი არის უნდობელი, იმიტომ რომ ყველა მაგაზე ლაპარაკობს, ყველა თავისი ქვეყნის პატრიოტი არის. ის ადამიანებიც, რომლებიც ცოდვაში ცხოვრობენ, ის ადამიანებიც, რომლებიც ცოდვას აკანონებენ თავიანთ სახელმწიფოში, რო კითხო, ისინი პატრიოტიზმის გამო აკეთებენ ამას. ისინი საკუთარი ქვეყნის სიყვარულისა, თავისუფლებისა, საზოგადოების კეთილდღეობის გამო აკეთებენ ამას. მიხვდით რას გულისხმობ? რომ იქ არის ყველა ტერმინი. ანტი რას ნიშნავს? ანტი ნიშნავს იმას, რომ სახეცვლილი კი ნახე მსგავს ნიშნავს. რო იყოს საპირისპირო, მაშინ საპირისპირო შექმნიდნენ. სიყვარულს კი არ შეიტანდნენ, მაშინ სიძულვილს იტყოდნენ. თავისუფლებას კი არა, მონობას იტყოდნენ, მაგრამ ამას არ იტყვის ადამიანი. ის თავისუფლება უნდა, კეთილდღეობა უნდა,
მასაც უნდა ეს ყველაფერი რაც აქ არის. სიყვარული უნდა, მაგრამ მე რასაც დავარქმევ, სიყვარულს ეგ იქნება. აი ეს არის ყველაზე მთავარი, რომ სახეცვლილია ეს ყველაფერი რაც უნდა იყოს. და ანუ ნახეთ როგორ რაღაცა რა განცდა ეუფლება ადამიანს, ნახეთ ის ვინც ქრისტესთან წამოვიდა, ის ვინც ანუ ამარტიის გზიდან წამოვიდა და ქრისტესთან მიდის, რომ ბუნებაში ჩვენი ბუნების ნაწილი არ არის ცოდვა, რა დროს ხვდები ადამიანი. იმიტომ რომ ნახეთ, როცა ვცოდავ, მე როცა ვცოდავ, ცუდა თუ არა. როცა ვცოდავ, არ მსიამოვნებს ეს. როცა ვცოდავ, ადამიანს სირცხვილს განვიცდი, სიმძიმეს განვიცდი, ტკივილს განვიცდი, ცოდვის სიძულვილს განვიცდი. ამიტომ რატო ხვდები ამას, რომ ეს ჩემი არ არის. და აი ამ ამარტიაში მყოფი ადამიანი ზოგადად ამას ვერ გრძნობს. მისთვის ცოდვა ჩვეულებრივია, წეგან როგორ ვილაპარაკეთ, ამართლებს ადამიანი ამ ცოდვას, ანუ უყვარს ცოდვა, უყვარს სიამოვნება, უყვარს ის სიტკბო, ეს უყვარს ადამიანს, ამას იყვარებს ადამიანი, შეყვარებულია მაგ ყველაფერზე, მიხვდით, ამ ვნებებს, ანუ საკუთარ როგორ გითხრათ, იცი, აი ადამიანი მრისხანია, ადამიანი ისე იგი რაღაცა ჩხუბი უნდა, ადამიანი რაღაც თავისი ბუნებით ვერცხლის მოყვარია, სახმართ მოყვარია, ამპარტავანია, ეგოისტია და ამიტომ გამომდინარე აქედან ეს რომ დაიკმაყოფილოს, ყველაფერს ამართლებს. ყველაფერს ამართლებს. ამას ქვია სინდისის მოკლა. ქრისტეს სიტყვით გავსილი სინდისის მოკლა არის ეს. და ამიტომაც ვეძახით იქ უსინდისობა, ანუ ცოდვა, ამარტია, უსინდისობა ასევე. იმიტომ რომ სინდისის გარეშე მოქმედებს ადამიანი გარკვეულწილად, ან დაზიანებული სინდისთან ერთად მოქმედებს ადამიანი. ამიტომ ნახეთ, ქრისტიანებო, შეხედეთ თქვენ თავს. ანუ რაც უფრო მეტად განცდა გაქვს, ანუ ხედვა გაქვს ადამიანს, ანუ ღვთის მადლი მოდის და რაც უფრო მეტად გეძლევა ადამიანს საკუთარი თავის ხედვა, მით უფრო ხვდები ერთ რამეს, რომ ცოდვა არ არის შენი შინაგანი ნაწილი. ნახე რას ხვდები პირველი სიხარული რა არის, რომ აუ მე ცალკე ვარ, მე ღვთის ხატი ვარ, მე ღვთის მსგავსი ვარ, მე სუფთა ფურცელი ვარ, მე ნათლობით რომ მოვინათლე სუფთა პერანგი ჩამეცვა, ამიტომ ეს შებღალული მაქვს, შემიძლია გავრეცხო, ეს ცოდვა მოვიცილო. ნებისმიერ უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა, ამიტომ ჩემი გულის ჯოჯოხეთში ჩამოვა. ყველაფერს გაწმინდავს, გაასპეტაკებს, წმინდა წერილი ძაღის. ისე იგი მეწამული რო იყვესო თქვენი ისინიო ცოდვებიო, ხო თოვლივით გავასპეტაკო. ანუ თოვლივით შეუძლია უფალი, რაც არ უნდა მძიმე ცოდვაში იყოს ადამიანი, თოვლივით ასპეტაკებს უფალი. ყველაფერს აღმოჩნს, მას უნდა ქონდეს გადაწყვეტილი ადამიანს ამ მიმართულებით სვლა. და აი ეგ არის ზუსტად ის სიხარული, ის მადლი, რომელიც შემოდის ადამიანში, ეს არის, რომელიც ახარებს, მართლა ავსებს ადამიანს. და თუ ვინმეს ეს არ აგაქვთ, ეკლესიაში ხართ წლების განმავლობაში და ეს არ გაქვთ განცდილი, ისე იგი იცოდეთ, რომ თქვენ ამ ამარტიაში ვიმყოფებით ჩვენ. ამარტიაში ვართ აქ. ეკლესიურია წლებია ადამიანი დადის. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ეკლესიის გარეთ რო ადამიანი. ეკლესიის გარეთ არის და იმას ყველაფერი აქვს. იქ თითქოს თავისუფლებაც აქვს, თავისი სიყვარულიც აქვს, პატრიოტიზმიც აქვს, ყველაფერი აქვს, მაგრამ მისი ილუზიებია. ეს არაფრით ქრისტესი არ არის, ეს მისი პირადი ილუზიები არის, რაც არის. ამიტომ თავარია ჩვენ რა, რომ ქრისტესთან მივიდეთ, რომ ჩვენი ესენი ილუზიები დაიმსხვრეს, სინამდვილე შემოვიდეს, მართლა სული აივსოს ადამიანისა და მივხვდეთ საბოლოო ჯამში ერთ რამეს, რომ როცა ცოდავ ადამიანი, როცა ცოდავ, მივხვდები, რომ ეს გძოვს შენი არ არის, სიძულვილი გაქვს, სირცხვილი გაქვს, ტკივილი გაქვს მის მიმართ, მოკლედ, ხო? იმიტომ რომ ესო შენი ნაწილი იყოს, გაგახარებდა. ქრისტიან ადამიანს ცოდვა ხო არ ახარებს, აი, ვისაც ახარებს, ადამიანი წარმოიდგინე ამ მდგომარეობაშია, ცოდავს და უხარია. ეს არის ყველაზე საშინელი მდგომარეობა, ეს არის ამარტიის მდგომარეობა. ადამიანი ლანძღავს ვიღაცას და უხარია. წარმოგიდგენით, ანუ ადამიანი აგინებს ვიღაცას და უხარია. აი ეს ამარტიის მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ, სამწუხაროდ ამარტიის მდგომარეობაში ვიმყოფებით და ღმერთში არა ვართ, გვიჭირს ღმერთში ყოფნა. და გამომდინარე აქედან ნაყოფებიც ესეთია, ხო ხე ნაყოფით შეიქმნება, შეიცნობა.
ანუ ვერ გამოიღებს ლეღვის ხე პირობითად იმას ყურძენს ვერ გამოისხავს, ხო? როგორც წმინდა წერილშია. და ვერც ყურძნის ხე ვერ მოისხავს ლეღვის პირიქით. ანუ ხე ნაყოფით შეიცნობა, ხო? სიკეთიდან ბოროტება არ გამოვა და ბოროტებიდან კიდე სიკეთე არ გამოვა და ამიტომ როცა ადამიანი ამარტიაში ცხოვრობს და იქ ცხოვრობს, ამიტომ ვიძახი რაიმე სასიკეთოს და რაიმეს ესე რომ ვთქვათ ერისთვის საკეთილდღეოს ვერ შექმნი. შეუძლებელია და ეკლესია ამიტომ იყო ხოლმე ყოველთვის შემქმნელი საოცრებისა ჩვენი ქვეყნისა და მან შემოუნახა ჩვენ ქვეყანას მეხსიერებაში ყველაზე საუკეთესო რაც ამ ერს ჰქონდა ისტორიის მანძილზე. ყველაზე საუკეთესო შემოუნახა ეკლესიამ საკუთარ ერს. როცა დაჭირდა მაშინ მიაწოდა. საკუთარ თავში დაიტია ეს ყველაფერი, მადლით ნაკურთხი არის ეს ყველაფერი. ჩვენი წინაპრების სულისკვეთება, ჩვენი წინაპრების კულტურა, ყველაფერი არის მადლით ნაკურთხი. და ამიტომ ვისაც ჭირდება აგერ აქ არის ეს განძი, ოღონდ ქრისტესთან არის ეს განძი. იქ ვერ შეხვალ ადამიანი მადლის გარეშე, იქ ვერ შეხვალ ადამიანი ამარტიაში მყოფი, იქ ვერ შეხვალ ადამიანი რომელიც ისე იგი ამ წუთი სოფლისათი ცხოვრობ. ერთადერთი ვისაც შეუძლია რომ შევიდეს ეს არის ქრისტესთან მყოფი ადამიანი, რომელიც ამ მადლს მადლით ნაკურთხ თავისუფლებას, მადლით ნაკურთხ ისე იგი კეთილდღეობას, მადლით ნაკურთხ სიყვარულს, მადლით ნაკურთხ პატრიოტიზმს ამოიღებს და შემდეგ ამ ჩვენს სამყაროში გაავრცელებს, ჩვენს ქვეყანაში გაავრცელებს, ჩვენს სამშობლოში გაავრცელებს. ამიტომ განთავისუფლება იმისგან, აი ამ ამარტიისგან, აი ამ ილუზორული სამყაროსგან, კაინის ცივილიზაციისგან, სადაც ადამიანები ჭამენ ერთმანეს და იმის გამო რომ სიამოვნებაში იყვნენ. კიდევ ისე მეორე დიდების მოყვარეობისა, ვერცხლის მოყვარეობისა და სიამოვნების მოყვარეობაში, მყოფობაში, ანუ მაგის გამო ჭამენ ერთმანეთს. არა საკუთარი ნების სიძლიერით იწყება, ადამიანი ვერ დაამარცხებს ამას. ისეთი მიზიდულობა აქვს მაგას, ისეთი ნდომა აქვს ადამიანს, რომ ადამიანი მაგას თავისით ვერ დაამარცხებს. ეს მოკლედ რომს დაამარცხოს ძალიან მოკლევადიანი იქნება. არიან ადამიანები რაღაცას გადაეჩვევიან, მაგრამ ისე ვიწყებენ მოკლედ ეს ჩვენზე უკეთესად თქვენიზით. 2-3 დღე ადამიანი არ აკეთებს, ან ერთი თვე შეიძლება 2 თვე და მერე ისევ უბრუნდება. ერთადერთი როცა შეიძლება რომ ადამიანი განიკურნოს ამისგან, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მადლით, ღმერთის შეწევით. ანუ ერთი რამე უნდა თქვა, ერთი მთავარი რამისგან უნდა განთავისუფლდე. შენ ეგეთი ადამიანი არ ხარ. უნდა თქვა რომ მე არა ვარ ესეთი ადამიანი. მე ვარ ისე იგი ღვთის ხატი და მსგავსი. მე არა ვარ ცოდვის ადამიანი. აი ეს უნდა გადაწყვიტო ადამიანი. და ამ გზას და ამის აღიარებაა ყველაზე მთავარი. რომ ცოდვა არის გარეშე და ღმერთს ცოდვა არ შეუქმნია. ღმერთს არ შეუქმნია მოკლედ ბოროტება და ეს ყველაფერი გარეთ არის და მე ეს ყველაფერი ჩემით შემოვიტანე ჩემში და მივაწებე ჩემს გულს და ჩემს შინაგანს, ამიტომ მე ეს ყველაფერი რაც შემოვიტანე უკან უნდა გავიტანო. და ეს რომ გავიტანო მარტო ჩემით შეუძლებელია გავიტანო, ამიტომ ღმერთი მჭირდება მე. ამიტომ პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადავდგათ ჩვენ ეს არის რომ ჩვენ არა ვართ ესეთები, ჩვენ ამისთვის გაჩენილები არა ვართ. მით უმეტეს ჩვენ ქართველები არა ვართ ამისთვის გაჩენილები. ჩვენ ვართ გაჩენილები, როგორ გითხრათ, თავისუფლებისთვის. ჩვენ ხატა და მსგავსად შექმნილები ვართ. ქართველი მით უმეტეს აი იკერძოებული იქნება ყველა ადამიანი, მაგრამ კონკრეტულად აი ქართველები აქამდე თავისუფლებაში ცხოვრობდნენ. აი ამ საოცარ თავისუფლებას პირველ რიგში ცოდვისგან თავისუფლებაში ცხოვრობდნენ. არა გარეშე ბატონებისგან, დაპყრობილები იყვნენ, მაგრამ თავისუფლები იყვნენ. დაპყრობილები იყვნენ, მაგრამ შინ და მერე განთავისუფლებდნენ საკუთარ ქვეყანას. მაგრამ რატო? იმიტომ რომ ცოდვისგან იყვნენ თავისუფლები. დაპყრობილები იყვნენ, მაგრამ ქრისტესთან იყვნენ. ფიზიკურად დაპყრობილები იყვნენ შეიძლება, მაგრამ ანუ უფრო მეტად ღმერთთან მიდიოდნენ. იმაში ეძებდნენ თავისუფლებას და ღმერთიც მერე ამ თავისუფლებას ანიჭებდა მათ.
აი ეს იყო და ჩვენ ღმერთში უნდა შევიდეთ პირველ რიგში. დანარჩენი ღმერთიც მოგცემს ამას და გვასწავლის უფალი და ღვთისმადლი რა არის საკეთებელი და სწორი საქმე და საბრძოლველი საქმე რაც არის. ღმერთი თავისუფლებას არ ანიჭებს იდეალურ ადამიანებს, ანუ იდეალურ საზღურის მომცით, ვისაც გონია ესეთ ადამიანი, ესეთი ვარ და მოკლედ რაღაც არის. ღმერთი ათავისუფლებს მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელ ადამიანებს. გულწრფელი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ კი, წოდე, ამარტიაში ვარ უფალო, აცელილი ვარ მეგზას და ბევრი საშინელი რამე მაქვს შემოტანილი საკუთარ გულში. და მე მინდა აქედან ამოსვლა. მინდა ძალიან გთხოვ აქედან ამოსვლა და დამეხმარე. უფალი ასეთ ადამიანებს მოკლედ კურნავს. უფალი არ ითხოვს ჩვენგან, ესე რომ ვთქვათ, აი ითხოვს უბრალოდ აღიარებას. მას არ უნდა ჩვენი შერცხვენა, აბა დაუკვირდით ამასაც. მას არ უნდა ჩვენი შერცხვენა, ის მამა არის. ანუ ის ისედაც ხედავს ჩვენ შინაგანს, ისედაც ხედავს ჩვენს გულს, ისედაც ხედავს ჩვენს სულს. და გამომდინარე აქედან მას ჭირდება მხოლოდ ამის აღიარება. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს ჩვენი უძლურება, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ღმერთთან ჩვენი ამარტიაში მყოფ. და ის არ შეგვარცხვენს, ჩვენი შეცხვენა უფალს არ უნდა. მაგრამ თუ კი ჩვენ იმ ამარტიაში ვიმყოფებით, ხო, თუ კი უყვარვართ ღმერთს და ჭეშმარიტად უყვარვართ, იმიტომ რომ ყველა ადამიანის, ყველა კაცის ცხონება უნდა და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა, მაშინ შეგვარცხვენს იქ იმ ამარტიაში მყოფებს, როგორც ადამიანებს პიროვნულად, ასევე ერთსა შეგვარცხვენს უბრალოდ, რომ მე ამ ამარტიიდან გამოვიდეთ ჩვენ, რომ ვაღიარო და ვთქვათ, უფალო, შეგვეშალე. დავემონეთ ჩვენს ვერცხლის მოყვარეობას, დიდების მოყვარეობას, სახმართ მოყვარეობას, სიამოვნების მოყვარეობას. ამიტომ ამოგვიყვანე აქედან. ანუ არავის შერცხვენა არ უნდა უფალს, არავის სირცხვილი არ უნდა და არავის შერცხვენა არ უნდა უფალს, უბრალოდ უნდა უფალს ჩვენი აღიარება. თქმა იმისა, რომ არ გვინდა ამ უღლის ქვეშ ყოფნა. ცოდვის ამარტიაში ყოფნა, ამ უღლის ქვეშ ყოფნა არ გვინდა. და როდესაც ამას ვიტყვით, აი ამ ჯაჭვებს ზუსტად უფალი დახსნის. ამ ჯაჭვებისგან გაგვანთავისუფლებს ჩვენ. და ეს თავისუფლება ამ ჯაჭვებისგან, ამ ცოდვის ჯაჭვებისგან განთავისუფლებულ ადამიანს შეუძლია შექმნას საოცარი რამ. ყველაფერი შეუძლია საუკეთესო მოკლედ შექმნას. ეს არ არის, ამიტომ მართლმადიდებლობა არ არის მაგიური მოქმედება. დღეს არის უფალი შეგვეწევა და ჩვენ ესე და ჩვენ წილხვედრები ვარ და ჩვენ ისე გასაგებია. ძალიან კარგია, ვართ, ნამდვილად ვართ. მაგრამ მე წინაზე ვისაუბრე, ვინც მოისმინა, კიდე გეტყვით, ეს უდიდეს პასუხისგებლობა და რა პასუხისგებლობა, იცი? ყველა ჩვენთაგანი მოწოდებულია ვიყოთ ისეთი, როგორც ღვთისმშობელი არის. და ვინ იყო ღვთისმშობელი? ღვთისმშობელი წმინდათაში შევიდათ საკუთარი სულით, გონებით. არა ფიზიკურად, არამედ სულით და გონებით შევიდა ის. ანუ წმინდათაში ნიშნავს, რომ ის ჭრეტაში შევიდა. და ჩვენ თუ კი ღვთისმშობლის წილხვედრები ვართ, ამისთვის ვართ მოწოდებულები. ათონის მთა ხო არის ღვთისმშობლის წილხვედრი, რატო არის იგი იესოს ლოცვა და ჭრეტა, სამონაზვნო ის არის. ჩვენ ფაქტობრივად საქართველოს აი ეს მისია გვაქვს. თუ კი ჩვენ ნამდვილად თვლით, რომ ღვთისმშობლის წილხვედრები ვართ, ჩვენ ყველაზე მეტი მჭვრეტელები უნდა ვიყოთ, ღმერთში მცხოვრებები უნდა ვიყოთ და ასეთი იყვნენ ჩვენი წინაპრებიც, იმიტომ რომ ისინი ითავისებდნენ ღვთისმშობლის წილხვედრობას. ღვთისმშობლის წილხვედრობა ნიშნავს მისი მსგავსებას. და მსგავსება ეს არის აი ამ სიღრმეებში, საღვთო სიღრმეებში, განათლებაში, საღვთო სინათლეში შესვლას მეტი და მეტი ადამიანის. და არა ის უბრალოდ, რომ რაღაცა ისე იგი ლოზუნგები და ტრაფარეტები, რომლითაც ჩვენ გამოდივართ ხშირ. ესაა ღვთისმშობლის წილხვედრობა და არა სხვა რაღაცა გარკვეულწილად. და ეს მაგიური მოქმედება არ არის, აზეს დღეს ვილაპარაკეთ. ამას მოქმედება, ადამიანის მოქმედება ჭირდება. ეს თავისთავად არ მოქმედებს. ამას ეს რაღაცა იმებით ილუზიებია ეგეც. ქრისტიანული ილუზიებია.
რომ თავისით რაღაც მოხდება. კონკრეტულმა პიროვნებამ უნდა გაიაროს ეს გზა, ამარტიიდან, ამ ილუზორული სამყაროდან, კაინის ცივილიზაციიდან უნდა ამოვიდეს და დაადგეს გზას სასუფევლისა და მარადიული ცხოვრების. ეს უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა. და ამასთან წარმოიდგინეთ, ამასთან შერწყმული და შერეული დანარჩენი, რაც სიკეთე გაგვაჩნია ჩვენ. პატრიოტიზმით, სამშობლოსთვის ბრძოლაც და ეს არის ყველაზე მთავარი. და ამიტომ ამას რო ვართ მოკლებულები, სამწუხარო ესაა, მე დაბნეულები ვართ, ერთობაც არ აგვაქვს, ხო ხედავთ, ერთობა არ აგვაქვს, ქრისტეში ერთობაც კი არ აგვაქვს. და ამაზე ბევრი ვილაპარაკი აღარ გავაგრძელებ, მოკლედ. სამღვდელო დასში გინდა თუ ერში გინდა. ქრისტეში ერთობა არ აგვაქვს, რატომ? იმიტომ ჩვენ ვერ ვხედავთ ერთმანეთს. რატომ ვერ ვხედავთ? იმიტომ რომ ერთი სულისანი არა ვართ. ჩვენ რომ ერთი სულისანი ვიყოთ, ჩვენ დავინახავდით ერთმანეთს. ჩვენ რომ ამარტიაში ვერ ხედავენ ადამიანები ერთმანეთს. რომ იცოდეთ ჯოჯოხეთის ერთ-ერთი დახასიათება იცით რა არის? ჯოჯოხეთის ერთ-ერთი დახასიათება არის, რომ ადამიანები ერთმანეთს ვერ ხედავენ. სულები, ესე ვთქვა, პიროვნებები ერთმანეთს ვერ ხედავენ. და ეს ამარტიაში, ესე რომ ვთქვა, ამარტიაში, აი ზუსტად ადამიანები ერთმანეთს ვერ ხედავენ, იქ მეგობრობა არ არსებობს. იქ მეგობრობა ილუზორული მეგობრობა, იქ ინტერესებია მხოლოდ და მხოლოდ. ასე არ იძახიან ხოლმე, ინტერესებია მეტი არაფერი. იქ არც მეგობრობა, არც სიყვარული, არაფერი არ არის. ამარტიაში მყოფ ადამიანებში ყველაფერი, სულ ყველაფერი არის ილუზორული. ყველაფერი დროებითია. არაფერს სიხარული და ბედნიერი, ადამიანები ცხოვრობენ ეგოიზმით, საკუთარი ბედნიერებისთვის მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი ემოციებისა და საკუთარი გრძნობების დაკმაყოფილებისთვის. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ეს რაღაცა მაგიური რაღაც არ არის. აი ეს ყველა ქრისტიანმა მით უმეტეს უნდა გავითვალისწინო და გავითავისო, თავისით ხალხო არაფერი არ ხდება. არაფერი არ ხდება. ამას მოქმედება ჭირდება ადამიანის, უარის თქმა ჭირდება, წვალება ჭირდება, ტანჯვა ჭირდება, იმდენი ნაგავით, იმდენი ისე იგი არასასურველი და არასაჭირო განცდებით, განწყობებით, ისე იგი თვისებებით არის ჩვენი გული და მთელი შინაგანი სავსე, რომ ამას გარეთ გამოტანა ჭირდება. სახლის დალაგება რა ღირს და რა ღირს, როგორ იღლება ადამიანი და იტანჯება და წვალობს და გულის დალაგება. ამიტომ ეს ილუზია თავისით არაფერი არ მოხდება. ღმერთი არ მოვა და მაგას ვერა შენი მონაწილეობა ჭირდება მაგას. ამ ამარტიიდან ამოსვლა. მამა გამოგეგებება მაშინ, როდესაც შენ წამოხვალ იმ ღორების საჭმელს ოჭამს ადამიანი, უძღები შვილივით, რომ წამოვა იქიდან, მამა მერე კარებში დაგხვდება, მაგრამ ის გზა მამის სახლამდე შენ უნდა გაიარო. ამოსვლა შენ უნდა შეძლო. ოღონდ გახსენებით იმისა, რომ მე ვინა ვარ, მე მამის სახლიდანა ვარ, მე ღვთის შვილი ვარ, მე ხატი და მსგავსი ვარ, მე ჩემ მამის სახლში უბრალო ადამიანებსაც კი ჩემზე უკეთესად ცხოვრობენ, ეს უნდა გაიხსენო, სასუფეველში და იმ ამარტიიდან უნდა ამოხვიდე, რომ მამის სახლთან მოხვიდე და მამა გამოგეგებება მერე, რა თქმა უნდა, განგწმინდავს, იმ ჯაჭვებს დახსნის, რომლითაც დამონებული ყავხარ. ცოდვას, ამიტომაც ვერ ხედავთ ჩვენ ერთმანეთს, სამწუხაროდ ვერ უგებთ და ვერ ხედავთ ერთმანეთს და ლოგიკურიც არის ეს. შეუძლებელია ჩვენ დავინახოთ ერთმანეთი, თუ კი არ შევგროვდით ამ მადლში, თუ არ გავერთიანდით სვეტი ცხოველში, თუ არ გავერთიანდით არა სხვადასხვა ადგილებზე, არამედ სვეტი ცხოველში, საქართველოს გულში უნდა გავერთიანდეთ, ქრისტეში. კვართში, კვართთან უნდა გავერთიანდეთ ჩვენ ყველა. ბოლოს გავიტყვი და ამით დავასრულოთ. ქრისტე გვიწოდებს ჩვენ ყველას ხატსა და მსგავს და თავისუფალ ადამიანებს. ამიტომ არავის არ აქვს უფლება გვიწოდოს სხვა რამე და მათ შორის არც საკუთარ თავს არ აქვს ამის უფლება. არ გვაქვს ადამიანებს იმის უფლება, რომ საკუთარი თავის უწოდოთ მონობაში მყოფები
და არ გვაქვს უფლება რომ ჩვენ ვიცხოვროთ ამარტიაში. იმიტომ რომ ქრისტემ გვიწოდა მისი ხატები და მსგავსები შექმნა ასეთად და მოგვანიჭა თავისუფლება, შემოქმედებითი ნიჭი და მისი მსგავსების პოტენციალი სულ ყველას. ამიტომ ეს არის ჩვენი ყველაზე მთავარი საკეთებელი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ღმერთი შეგვეციოს ამაში. ღმერთმა ძალა მოგცეს ამის ჩვენ ყველას, ერს, ბერს, გავანთავისუფლოს ჩვენი წოდებისაგან, წოდის ჯაჭვებისაგან, ამოგვიყვანოს ამარტიისაგან და ამ წუთისოფლის ამაოებისაგან. მცირედში ერთგულება გვასწავლოს, მცირედის კმაყოფილება გვასწავლოს, სიღარიბეში ცხოვრების უნარი მოგცეს. გამომდინარე აქედან ერთგულების უნარი მოგცეს, ღმერთისა, მოყვასისა, სამშობლოსი. და გაგვაძლიეროს უფალმა საფრთხო სიყვარულში და წმენაში, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება ყველას. შენდობას ვთქვით ყველას გრძელი საუბრისთვის და მოკლედ მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი არ დაგვტოვებს. თუკი ჩვენ არ მივატოვებთ მას. თუკი ჩვენ შევძლებთ რაზეც დღეს ვისაუბრეთ ნაწილობრივ ამის გაკეთებას, უფალი შეიწირავს მცირედსაც. თუ რომ ერთი ჩიქაგრილი წყალის თუ დაალეინეთ ვინმეს ჩემი სახელი, თუ არ დაგიკარგება, თუ ამიტომ არ ჩვენი შრომა დაიკარგება. და ღმერთი სიხარულს მოგვანიჭებს ჩვენ და აგავსებს მადლით ჩვენს ოჯახებსაც და ჩვენს სამშობლოსაც. მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს საოცარი ხალხი, ჩვენ გვყავს საოცარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს საოცარი სამშობლო, ჩვენ გვაქვს საოცარი ისტორია და ამიტომ ჩვენ უბრალოდ გახსენება გვჭირდება ბევრი რამისა. რომ დიდი ხანი ვიყავით მონობაში და ამიტომ ეს თავისუფლება, ქრისტეში თავისუფლება, ეს არის ყველაზე მთავარი. ეს აღარ გვახსოვს, ეს აღარ მიგვაჩნია, არ გვიშვებენ მანდამდე, ესე რომ ვთქვათ, მაგის დრო არ აგვაქვს თითქოს. და ღმერთმა ქნას, რომ მოკლედ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ოდესღაც ამას ვხვდებით, იმიტომ რომ ღმერთი ყოველთვის იყო ჩვენ სამშობლოსთან და ჩვენ ქვეყანასთან, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო ღვთის ერთგული და მორწმუნე ადამიანები. მოკლედ ღმერთმა ერთობა მოგცეს, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის ატანა, ერთმანეთის გატანა, რომ ჩვენი ერთობით ჩვენ მრავალი განსასწრელი შევძლოთ, რომ გადავიტანოთ და ტერი შორს გაუშვათ ჩვენგან და ერთმანეთში კიდე სიხარული და სიყვარულით ცხოვრება ვისწავლოთ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას, ისევ და ისევ შენდობას ვთხოვთ, შეიძლება ჩემი სიტყვა, ჩემი ზოგ შემთხვევაში ემოცია, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ემოცია ვაკონტროლო, მაგრამ არ გამომდის, აშკარად, ალბათ ღვთის წყალობით ვისწავლი ამასაც და მოკლედ თუ ვინმეს გული გატკინეთ ჩემი ამ სიტყვებით, შენდობას ვთხოვთ, გააглოცეთ და მოგვიხსენიეთ. აბა ღამე მშვიდობის.